კროსბურთით ხვიჩას ხელში ვნახავთ რა. იმიტომ რომ დღის დღე ვითარდება და უფრო უჭოხდება. აი როგორც შემიძლიათ ახლა ამ დისტანციაზე მოდის რონალდოას რა. გამიარა და აი ვიდეო რო ვაიმე დედიკო შემჩი. პირველი 3-4 რაუნდია ჩაგვერწეს WhatsApp-ში წაშალე ძმა. აი ბანდერასიც მოვიდა. გაუმარჯოს მაყურებელს, თქვენ უყურებთ მისახოლებელ პოდკასტს და პირველად ჩვენი გადაცემის ისტორიაში სტუმრად ყავს ღირსების ორდენოსანი საქართველოს ეროვნული ნაკრების, საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფედერაციის და ნაკრების სოცდედიის მენეჯერი დიმა ნებიერიც. ვახშეგენაც. რა გინდა ლალი ეხა რომ უნდა მისწე. აები მოვაშორე ბოლომდე. დიმა გამარჯობა როგორ? გამარჯობათ. კარგად თქვენ? კარგად, მადლობა რომ გესტუმრეს რომ. მადლობა მოწვევისთვის და პატიჟებისთვის. და ისეთ პერიოდში, ეხა პრინციპში კაი დრო გავიდა მაყურებლისთვის ამ მომენტიდან, მაგრამ როგორც ვიცი, PSG ლივერპულის თამაშზეც იყავი და გახსთი. პირველი რაც მაინტერესებს ეგ ემოციები მაქედან წამოსულა. როგორია რომ თან გიხარია ძალიან იყო ჩემთვის რა. ხო. იმიტომ რომ ორივესთან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ორივესთან მეგობრობ, ახლოს ვართ და ძალიან რთული იყო რა. თავიდან მეთქი წავალ კვარას ფორმით, მაინც PSG-ს თამაშია, მე გამახსენდა მამარდა და კვარას ფორმით ვერ წავიდა და მეთქი ხელთათმანებს ვერ გავიკეთე და ხელთათმანებით და მაისურით რომ მივიდეთ ხო და ძალიან მაგარი თამაში იყო რა ეხლა. მაგრამ მამარდა მაინც მე გაგახსენდა. კვარას მაისური სვა და მე გაგახსენდა. კვარას სახლის თამაშზე ვიყავ, მამარდაც სხვადასხვა ძალიან მაგრად იდგა. ძალიან მეკარებ ძანდებით და მოგეხსენებათ რომ მანდ მივხვდი რა, აი მამარდას ჯიგარია ბიჭო ის ბურთი რომ გაატანინა. ხო, კომენტარები შეწყდა დაინახე ეგ რა. მიდი. ოქროს გული. ძალიან ბევრი კომენტარი იყო TikTok-ზე, Facebook-ზე რომ გენაცვალეთ ქართველებო და აბა რა. აბა ერთად გავიტანე ბიჭო ეგრეთ. ვიღაც ეწერა რომ კვარასგანო კაი საქციელი იქნებოდა რომ ჩახუტებოდა გოლი რო გაიტანა მაგდროს და ეგ საერთოდ ის ან გონია მამარდას ეგეთი წყნარი ხასიათი კონდეს რომ მაგდროს რომ ისულიყო და ჩახუტებოდა. ძალიან რთულია ახლა მივხვდი პრემიერ ლიგის სპეციფიკას, აი მამარდას მაგალითს რო უყურებ, კარგად უცრებ მამარდას, კარგად ვიცი მამარდას ხასიათი, როგორი შრომის მოყარია, როგორ საერთოდ რა ეტაპზეც მივიდა თბილისის ლოკომოტივიდან. საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა ფაქტობრივად მესამე, მეოთხე მეკარედ ვალენსიაში, იქ რეებიც გააკეთა, მე ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ. მოვიდა ლივერპულამდე და მაინც სირთულეები აქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გუნდია და პრემიერ ლიგაც ძალიან რთულია განსაკუთრებით მეკარისთვის რა. კი, რა თქმა უნდა. სეივებს აკეთებს, იღებს, მაგრამ მაინც რაღაცა სპეციფიკური სათამაშო პრემიერ რაღაცა ნიუსი შემხვდა რომ წასვლაზე მიდის საუბარი ლივერპულიდან გადასვლაზე. რა მგონია? მე მგონია რომ რაღაცა ფეიკი სტაბილურად ბევრი წელი უნდა იდგას ლივერპულის კარში, ნუ მინდა ყოველთვის. არა, თვითონ ქონდა უსურვილი, ის კი არ ეწერა რომ ლივერპულს რამე მიზეზია. ქონდა შემოთავაზებები როგორც ვიცი, მაგრამ თავის შესრულით დარჩა ლივერპულში, იმიტომ რომ ლივერპულმაც როცა შეიძინა, მაშინ გათვლა ის იყო კლუბის, რომ როდესაც ალისონი წავიდა და ბევრი წლის მანძილზე მეკარის პრობლემა უნდა მოეხსნა მამარდას და მე მჯერა და მგონია რომ მაგ მისიას გაართვევს თავში. კი, თან ის რო არის ხოლმე თავიდან რო დგება მეკარე იდეაში რა აი ყველასო არ მახსენდება რაღაცა ცოტა დიდ კლუბში ვინმე მეკარე გადასულიყო და თავიდან პრობლემები არ ქონოდა და რაღაცა პრემიერ ლიგაში. ხო არ არსებობს თან პირველი მეკარე ალისონი რო არის შენ რო დგები კრიტიკა რამხელა არის და რაღაცა და აი შეცდომები ახლა მეკარისთვის ის არის რა თან პერიოდიც ისეთი დაიმთხარ ხო ლივერპული ძალიან ისეთ რთულ რაღაც ჰიბრიდულ სიტუაციაშია რა ხსალახი ის ფეხბურთი ყოფილიყო აბა აწყობილი იმაში რა ქვია კლოპის ლივერპულში საჩვეულებრივად იქნება ძალიან გადმოდის მეკარეზე რა ეს ფუნდის სიტუაცია. აუ ყველაფერი მაგაზე წდება ვაფშე ბოლოს რა. თავდასხმელი ამას დააშევეს პოხუის ის ამ ფეხებზე კიდია და მეკარე ამას დააშევეს და არხეული გაქვს რა. ლოგიკურად. იმენა აფერი არ გეპატიებს. იმიტომ გოლი გაგდის ავტომატურად ხო? აფერი არ გეპატიებს. რაც თავარია ფეხით თამაშს მომატებულია გამოსვლებზეც ვიცი რომ ამ კომპონენტებზე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ვარჯიშობს და მოკლედ გონია რომ ამ რაღაც პატარა დაბრკოლებებს სირთულეებს გაივლის და ლივერპულში იდგება. თამაში რაც შეეხება ძალიან ემოციური თამაში იყო რა. ის კომენტარები ახსენეს ახან და ბევრი იყო ისეთ კომენტარი რომ არა აღნიშნაო რა. არა აღნიშნა. როგორ აღნიშნაო აი რას ქვიაო ქართულს გოლი გაუტარა. მე ძალიან ამაყი ვიყავი.
ხედავდი ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს, ერთ საკეთ, მეორეს იქეთ, მეოთხედ ფინალში, იქეთ კოჩორაც ყავდა, რომელსაც არ უთამაშია, მაგრამ მაინც ფაქტად არის, რომ სპორტინგი მეოთხედ ფინალში იყო. აქეთ აზაროვი ყავს ახლა შახტარი კონფერენს ლიგაზე და კაი არა რაც ესეთი თამაშები ხა ფაქტობრივად არ წყოფილა ხო ესეთი თამაშები რა ხა კოჩორას თემაზე ხო არ არის რა მე ის წასვლა წამოსვლა არ ვიცი რა ხა რას მე არ მილაპარაკია კოჩორასთან ჩემი აზრი რო ვთქვა მგონია რომ ნუ არ გამოვიდა ფაქტია უნდა ეცადა ხა სპორტინგი როცა გეპატიჟება ხელა კლუბი ბოლო კრისტიანო რონალდუ ყავს გაზრდილი სპორტინგს და ძალიან დიდი კლუბია ისტორიული კლუბია პორტუგალიაში და ეგეთი შემოთავაზება რო გაქვს მეც მგონია რომ ფეხბურთელი უნდა წახვიდე მაგრამ რაღაცები ვერ აიწყო ვერ წავიდა ისე და ნუ შეხედავს გადააფასებს ალბათ და თუ ნახავს რომ იქ რაღაც არ არის გარემო სადაც უნდა იყოს ალბათ შეიცვლის გუნდს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის შემოდგომაზეც კოჩორას უწურავდი ყველაზე ძალიან ალბათ რომ სადმე მაგარ კლუბში ეთამაშაო ძალიან მაგრამ მევასებო არ წავიდა ისე ხდება ეგეც ფეხბურთში იმიტომ რომ ვიცი და დარწმუნებული რომ თვითონ არაფერი არ დაუკლია იმიტომ რომ განსაკუთრებულად ესეთი ბეჯითი და მშრომელი და სხვანაირი ტიპია კოჩორა რაღაც თავის კვარა არ ეკაიფებოდა მე მამარდას არ ამგონია მე რაც ნახე ორივეჯერ ლივერპულშიც პარიზშიც განსაკუთრებით ძალიან თბილად შეხვდნენ ერთმანეთს თამაშამდე გასახდელში თამაშის შემდეგაც მაისურები გაცვალეს და თუ გაგიტან თუ მაგიანი რომ უნდა ქონოდა დადებული ნუ შეკრებაზე ამ თამაშებამდე უკვე რო იყო გარკვეული თამაშები მამარდა ეუბნებოდა რომ აიგებს ხო გავცვლით თამაშის მეუბნება და მაგრამ უთო გაჩნია ჯერო როგორ გაცვალეს გაცვალეს კი უბრალოდ თორემ ყვარას მე მგონი ეგ ტრადიცია აქვს რომ მოედანზე არ ცვლის ხოლმე მაისურს და ესე არის იქ გასახდელშია და რონალდოს კარგად გაუცვალა იქ ეგრევე მოედანზე არა რონალდოს თუ რონალდოს როგორ უნდა უთხრა რომ გასახდელში რა რომ მივიდა მახსოვს რომ ეუნებოდა კი შეთანხმდნენ და იქო ეგეც გაცვალა ხო მე მგონი რომ იქო და ხა ის რო გეტყვის იქო მოდი და უცხარი ხა აქო შენ როგორ სათქმელია ისე თვითონ რამდენად ეცნობიან ხოლმე ამ სოციმედიას ან კომენტარებს ან რაღაც რამდენად ფეხბურთელები ხო რამდენად ზეგავლენას ახდენ ხოლმე ნუ აი ხა ხშირად არის ხოლმე ნეგატიური უფრო მეტი არის ხშირ შემთხვევაში ვიდრე პოზიტიური კომენტარები ეცნობიან კითხულობენ ვიცი ფაქტად იმიტომ რომ მინახავს რომ ვიღაცას რაღაცა გახსნილი კითხულობს რა უბრალოდ აი არასდროს არ მქონია ხა ისეთი ვინმესგან არ მომისმენია რეპლიკა რო არის რატო დაწერა რა უნდა რაღაც რა ჩაოლებრად იღებენ მე ჩვენც რამდენი გვისაუბრეთ თვენში ეგრე უყურებენ ფეხბურთელები რომ თუ რაღაც სამართლიანი წერია კრიტიკა წერია და ისეთი ძალიან მისაღებია და პირიქით мотиваციად უნდა მიიღოს ისე უნდა გააკეთო რომ არ დაწეროს და არ მოგიწია ხო შე ნავალასთან მომიწია მაგრამ იმ თამაშზე არ ყოფილა მაშინ ის ლეგენდარული მე არ მასზე მიღიბი რომ ვიდო ვიცი ესპანეთი რომ მოიგეს და ვინ ჩვენ გაგინებდა ყველა კი როგორ არის გამახსენდა ხო ძალიან ცუდი პერიოდი იყო მაგ თამაშებში. გონი ვისაც ხო ის ეგ იყო რა. მანამდე რუმინეთთან წავაგეთ ძალიან ცუდად და რაღაც ისეთი თული პერიოდი იყო და ჩადიხარ ესპანეთში როგორ ის არის ჩასასვლელი ესპანეთთან და მეტყობა ემოციებმა ნავალა ძალიან ემოციური იყო სხვათა შორის რა. მოედანზე როგორიც იყო ზუსტად ისეთი იყო მოედნის გარეთ და მაშინ ხარ ვიცი ზუსტად რა მოხდა მე ტელევიზორიდან უყურებდი მაგრამ ტყობა რაღაცა ძალიან ემოციების თამაში დავეჯახი ერთხელ ძალიან ცუდად ბიჭო და სათამაშო მასტერლიგაზე და ცოტა გაყვანა და რაღაც დაჭირდა რაღაც პონჩი ძალიან შემეშინდა თავიდან მეთქი ყოჩა გიორგი შეეჯახე ხო ძალიან ცუდად ხო ყოჩა ხوار დაგიმახსოვრა ჰა აი მე კომენტარებს კითხულობდი რა შენ არ უნდა გინები ხა ხო საწმედია ხა ისეთია რომ წარმოვიდგინე მე 8 წელია მუშაობ ამ პოზიციაზე რა ნაკრებთან ფეხბურთის ფედერაციაში სოციალურ მედიის მიმართულებით და ამდენი კომენტარი მექნება წაკითხული ხა ინსტაგრამზე ფეისბუქზე ხა ტიკტოკი დაგვემატა იქ კიდე საერთოდ სხვა კომუნიტია და საერთოდ სხვა რაღაცები წერება და ჩემზე პირადად მოქმედებს ხოლმე რა ხო თქვა როცა ვხედავ რომ ვიღაცას დაუმსახურებლად ახ მით უმეტეს თუ რაღაც ისეთი სიტყვებია გარეული რაც ისედაც არ მიყვარს ეს რაღაცა ბილ სიტყვაობა კომენტარებში და რაღაცა პირადული ძალიან მოქმედებს ჩემზე და ძალიან ისე ემოციურად ვიყებ მაგრამ ნუ ეგ ერთ-ერთი ბნელი მხარე ალბათ ამ ინტერნეტის და სოციალურ შენ არ გაქვს სისტემა რომ მიდიხარ და ნახე ამ მე ვანი ნო მიდიხერო ხო იქ თუ რაღაცა ისეთია ძალიან კრიტიკული ვიც სანამ ვინმე ნახავს ვაჰაიდებ შვიდაც მით უმეტეს ძალიან მორალურადაც ჩემთანაც მაგრამ ასე რომ ბიჭებო გულწრფელი ემოცია მაყურებლის არიცით თქვენ ნაკრებში ასე ყველაფერი იშლება და არა ეს ეხება მარტო აი ბილდ სიტყვას ისიც იმ შენზით რომ ბავშვები კითხულობენ ყველა საკის ხარებელი ყავს და გაიგენავა
არ მინდა ხოლმე რომ ძალიან ისე გადაჭელებული. მაგასაც ვარ წაუშალე. აი არ ვერ წავშლიდი მაშინ. მაგ სტატუსი რა მომიგდო. მახსოვს ჩემი რეაქცია. ამე ამერი ვიცინე მაგ. ხონდა. ბიჭო, რაღაცა ისეთი პერიოდია, წინა თამაშზე წააგეს და მე ძალიან დაგროვებული ხონდა წინაზე რა. ნახდებოდა კომენტარებშიც, იმენ აი გადაჯეგეს რა, აი რა იყო იცი მან თემა? იქით ამხრიდანაც კარგს არავინ არ უწერდა შემო. ალბათ რომ რუმინეთთან წავაგეთ გქონია 5-ით. არ მახსოვს ანგარიში ხორა და მე იყო რომ ესპანეთში აღარ ჩახვიდეთ და რა გინდა და სად მიდიხარ და ხო და ის არა აქვს რამე ტრადიცია რომ მოვარიდეთ თავი კომენტარების საკითხოს რაღაცა. სხვათა შორის თამაშის დღეს ტელეფონს ძალიან ისე ლიმიტირებულად იყენებენ თვითონ რა. ანუ რაღაც რომ აქვს ხოლმე სიტყვაზე ვინმესთვის რამის მიწერა რაღაც რომ მინდა პირადად ან გასახთელში ჩავალ ან სასტუმროში წასვლამდე, იმიტომ რომ რაღაცა ეთიშებიან, უფრო კონცენტრაცია რო ქონდეთ ალბათ. ხო, თამაშისთვის რო უფრო იყვნენ ტელეფონებზე თამაშის დღეს იშვიათად და სხვა დღეებში ხა ყველას ტელეფონი გვიჭიროს მე მგონი ხელში და არც ფეხბურთელები არიან. აი ეს ტელეფონი რო უჭირავ ხელში, მაგაშია პრობლემა. ეს ჯამთელობა ლალიკო შენი ტივი. ეს განა ჯამთელობის ამბავი იყო მანიშნა რომ სპონსორები ახსენე, ხო განა შემთხვევით მოვიდა. მეგობრებო, დიდი მადლობა ჩვენს წარმდგენს ლუდისას. ნატურალურ ქართულ პრემიალურ ხარისხის ტალღოვან ჩიპს ლუდისა იქ სადაც ლუდია, მით უმეტეს ლუდის სეზონი მოდის. ასევე მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და რა თქმა უნდა ალკოსფეროს ჩვენი გვერდში ეს გიორგი მროვარაკოცის ამას არ შეუძლია ხოლმე არასოდეს. მოკლედ მადლობა ჩვენს სპონსორებს და წარმდგენს ლუდისას. აი, გავაგზავნოთ და ხო, უშუალო ურთიერთობაზე მაინტერესებდა რამდენად ახლოს ხარ ბიჭებთან, ანუ ურთიერთობის ამბავში შინაურულად. კი, ახლოს ვართ, როგორც ის 8 წელი რო ვახსენე. იქეთ ხო სიცხლიანი 9 წელი. რომელი გამარჩენს მაგას ეგრე საერთოდ. სიცხლიანი 9 წელია და ჩემია მე 8 წელი. 8 წელი მოდის მე. საფეხბურთო 8 წელი. ფაქტიურად რა ვიცი, პირველი ნაბიჯები ნაკრებში როცა მოვიდნენ ყველა იქიდან მოდიორთ ერთად, ეხლა 8 წელი ისეთი დროა და თან ძალიან სპეციფიური რაღაც კომუნიკაცია არის ფეხბურთელები და შიგნით რაც ხდება. თავიდან ცოტა რთულია შესვლა რაღაც კომუნიკაცია, ყველას რაღაც განსხვავებული ხასიათი აქვს, სხვანაირია და რაღაც თავის მიდგომა უნდა, მაგრამ აი მაგ პირველ იმას რო გაივლი, მე ძალიან ახლო ადამიანებად იჩნდებიან, იმიტომ რომ ავიცი ხომ. ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები არიან, ვინც ნაკრებშია, ვინც უკვე თან უკვე ისე წავიდეს 8 წელი რომ მიდის, ვიღაცებმა უკვე დაამთავრეს კარიერა, ხა კაშოს დამშვიდობებით. სოციალმედია რო ხარ და ძალიან კონტენტს რაღაც საკეთები იღებ რაღაც, თუ არ ხარ კომფორტულად და ისინიც არ არიან შენთან კომფორტულად, არ გამოვა რა მარტივად. თავიდან ეგ მომენტი მქონდა, აი მე რაღაც მერიდებოდა იქეთ ვარჯიშზე სადღაც კუთხეში დავდგებოდი ხოლმე აქეთ მოწევა ხასთან რაღაცა. მე ეხლა რო გავშინაურით რაღაცა. აქეთ რაო? ანუ თქვა ვარჯიში რო იყო სადღაც კუთხეში იქეთ შორიდან ვიღებდი, მე ცოტა აქეთ მოვიწიე. ხასთან მოწევა, ბიჭები ვეწევოდი თუ ხასთანო იქეთო. ხო და კომფორტულია მე რომ კარგად შედიხარ ურთიერთობაში და რაღაც აღარც გიწევს, ხა რაღაცას რამის თან TikTok-ინას და გვემატად ხო ვიწახი და რაღაცის გადაღება რომ მინდა ხოლმე არ მაქვს ხვეწნა რო ხო გადავიღოთ და რაღაც. ისე კაი რამე ისეთი ბევრი სახალი, აი ცოტა ისე ვიღებს ეს კითხვა. აი მე კურიოს ხო ვერ გაიხსენებდით. ამამიდა, ხო, რა, იმიტომ რომ ეხა ყველა ახალგაზრდა რაღაცა ძალიან ხიარული კომანდაა და ფეხბურთელებიდან გავიხსენე და ყველაზე დიდი კურიოზი რაც იყო და არასდროს არ დამავიწყდება, ეს იყო აი რომ დავიწყე მუშაობა და პირველი აი ვაისი ამწვრთნელი 2018 წელია. მგონი ეს ერთი ლიგა რო დაიწყო. ყაზახეთში გვაქვს პირველი გასვლითი თამაში რა. და ფაქტურად რო დავიწყე მუშაობა და პირველი თამაშია ეს ყაზახეთში გასვლა რა. პირველად უნდა გავაკეთო ყველაფერი, ის პრაქტიკულად ყველაფერი ვიცი, მაგრამ აი ხა რაღაცა გოლი გავაკეთოთ, დავპოსტო Instagram-ზე, იქ Twitter-ზე რაღაც თელი ამბები. გოლი რო გადის, მაშინ იწყება ყველაზე ეს ქაოსი. ეს 5 წამი მაქვს რომ აი ამოვიყვირო, იყვირიოში, მოვატან თელ ემოციას და მე გადავდივარ მაგ საქმეში. და ყაზახეთში აი ხა რო ჩავდივართ ხოლმე პრინციპში ბევრი ესეთი ინტერნეტ აპლიკაცია არის, რომ ინტერნეტის პრობლემა რო იყო სტადიონზე, ჩემი თავი დაზღვეული მაგდა. მაშინ არ მახსოვს, შევა არ ვიცოდი თუ არ მახსოვს რატო. მე ვიყავი სტადიონის ინტერნეტის იმედად რა. ჩავედი და იმდენად ნერვიულობდი რაღაც ემოციებში ვიყავი. რომ ვინც იყო ეს მატჩის დელეგატი წინა დღეს ვარჯიში რო ქონდა იქ სტადიონის პერსონალი, რაღაც თავის დაზღვევას მისნი თუ თხარ რომ მეთქი რაღაც ინტერნეტის პრობლემა ხო არ იქნება, იქ კაბელზეა ხოლმე ინტერნეტი რაღაც გადამყვანი წაღებული მაგ და ეს ტიპი ვინც იყო არაო, შენ თუ ეგრე ნერვიულობ, ვაფშე რაღაც მოდერნი მოიტანა ძალიან დიდი და ამასო დავდგა ხოლმე გაძლიერებულს რომ შენთვის სპეციალურად და შვიდად იქნებიო რა. და უკავშირდა მთელი სტადიონი, ხო? არა, მოვედი მეორე დღეს თამაშები მოვედით ეს მოდემი დამხვდა და შევედი დაფრინავს Wi-Fi აღარ არის ჭკუაზე, შვიდად ვარ და ყაზახეთთან იყო ძალიან დაწამული თამაში რა.
ჩაკვემ რო შეაგდო პირველი გოლი იყო საერთოდ ერთა ლიგის ჩაკვეს გოლი და მე ჩემთვისაც ახ პირველი გოლი იყო რაც დავიწყე გამოვიდე ტრიბუნაზე მიხარო და მანამდე ხა უკვე სხვა ემოცია მაქვს და არ მახსოვს სხვა ქართველებიც იყვნენ რაღაც ვიღაც მაგიდაზე ახტარ ძალიან აღნიშნეთ მეტყვით ეს ჩაკვეს გოლი რა და მე всё მოვრჩი ხა ეს აღნიშნა და გადავედი საქმე დავიწყო და ხედავ რომ ის ტიპი მოდის აქეთ რა ვინც გუში და დღეს დააყენა მოდემი ჩვენ დავიმხეთ იქ თავზე ყველაფერი ისე ყვირი ნუ გოლს აღნიშნავთ ხა რამე იმაში არ გადასულა უცდელობაში რაღაც უბრალოდ გოლი აღნიშნა და ტიპს ხედავ რომ სტეპსელთან მივიდა გამოერთა ეს მოდემი და ესე კაბელი გადაახვია და წაიღო ეს მოდემი რა არ უნდა რომ დაგეპოსტო ხო რა ის მიკეთებ და ვიღაცა მაგრამ დამიხოცპოტა თუ რაღაც არ მახსოვს რა ვისრავთ გაუწყდა გოლი გაუტანა თუ ეგრე აღნიშნა ესე ამოიდო ეს მოდემი წაიღო კანჩენა მე თამაში მე ვეძებდი რომ მეკითხა რომ მეთქი ანუ რა რატო გააკეთე რატო მიკეთებ ამას აი ერო სტადიონის ის არის ცოტა გამომქველი წავიდა ეგრე წაიღო მოდემი ო რა საყვარელი ვიღაცა იყო კურიოზი რავი ამათ ფეხბურთელებს ძალიან სპეციფიური უმორი აქვს და აი მაგრად გადაობს ყველა რა და სულ ხუმრობა არის ხოლმე ხო არა მე ისეთი არ მოხსენდება მაგრამ არ მოიწყენ მაგათთან ისე ჩვენებთან გაგიჭირდა და მე როკონია შეხება ლეგენდებთანაც დაზღუნებული ვარ არაერთთან მქონია და მეტოქეებთან ხო კი ნუ ყველაზე ემოციური რაც იყო რეალის ფანი ვარ და რონალდო კრისტიანო ჩემი მონდა ეს მომენტი ხო და პორტუგალიასთან რომ მოვედით სტადიონზე მოვედით შევიდნენ ფეხბურთელები და გარეთ მინდოდა გასვლა ვიღაცა და მენახა რა სტადიონიდან გავდიოდი შემოსასვლელიდან და იქ ვინც იყო უსაფრთხოება ანუ ეს რაც მქონდა საშვი ყველგან გასვლის საშვი იყო და შემეძლო გასვლაც შემოსვლაც და მითხრა სადახნით თუ შეიძლება რომ არ გახვიდაო პორტუგალია მოვიდაო და შემოვლენო და მე გადიო რა ხო მეთქი კი ბატონო ის დავდექი და აი როგორც ჩვენ ვზიართ ახლა ამ დისტანციაზე მოდის რონალდო ესე რა გამიარა და აი ვიდეო რო ვაიმე დედიკო შემჩეკო მაგ მივხვდი მაგ გოგოს რას გწნობდა მაშინ ცოტა გაგდაბა ქავდი მეთქი ერთი ჩამახუტა ახლა რაღაცა აი ძალიან ყველაფერმა ემოციებმა და დამიარა ესე ფეხბურთელებს შევხვდი რომ კი ხროვე თამაშებით ხოლმე თამაშის მე არ იყავი ისე რონალდო არა თამაში მე ისეთ ემოციებში ვიყავი ფუ ევროპაზე ხო გამოვიდეთ ტრაქში არა თან რაც მოხდა ის მანამდე ეს კვარას და ამის შეხვედრა რო იყო და აღნიშნვის რომ კვარა რო გამორბის აქეთ და უცებრ ჩერდება და აი გენიალური ფილმის კადრს გავს რა რონალდო ეგრე ნახე ჰალანდთან ქონდა ერთხელ თანაკვეთა ნორვეგიაში რაღაც თამაშამდე დააჯილდოვეს რაღაცა გაიტანა არ ვიცი მე 5000 გოლი ალბათ ან რაღაც მინუს 1000 რაღაც პრიზი გადასცეს რა და თამაში რომ მორჩა აქეთ ვიდექი რა მიგზონა არის სადაც გამოდიან ხოლმე და მოდის ჰალანდი და ესე რაღაც ქურთუკი ეცვა და ესე იკრავდა თან ეს პრიზი ხელში ეჭირა ჩანთა რაღაც და ვერ შებოდა და მე ხო არ ვეტყოდი რომ ერლინგ დაგიჭერე იმას პრიზს და რა დამინახა ეს მომაწოდა რა და დამიჭერე ოკეისა თან ღეროდა კენდი შოპს მახსოვს რა ეს მოდიოდა და კენდი შოპ რაღაცას ღეროდა მეთქი რა გამოველაპარაკო რა მეუთხრა რაღაცა თან არ არის ესეთი თამაში მაინც რომ თავდებაშიც არ მიყვარს ხოლმე ხა სურათი არაზუსტ არ გადამიღია ალბათ სურათი არ არის ხალხ ძალიან დიდი ფეხბურთელი და სხვებსაც ვისაც შეხვედროთ უბრალოდ ხა თამაში რო წააგე და თამაშის მე ხა რაღაცა არაფერი ხა ტრაგიკული პრინციპში მაგაში მაგრამ რაღაცა არ უაზროთ ხოლმე ჩვენ თავს ისე მაგ მომენტში რო აგებ და რაღაცა შენ უნდა იმუშაო მაინც ანგიდა რო იგებ რა ვერც აღე მაინც უნდა იმუშაო არ დაგიპოსტე გაგვიტანეს ამ დედა არა გაგვიტანეს არ პოსტავ ხოლმე ჩვენ პოსტავთ ესე იგი ეგეთი განრიგია ხოლმე თამაშის დღეს რა მატჩის დღის პოსტერი მე სტადიონის ფოტოები თუ გასვეთი თამაშია იმიტომ რომ სახლის სტადიონიც თუ ხანდახან ეგეც არის ხოლმე მე არის შემადგენლობა ლაინაპი მერია გუნდის სტადიონზე მოსვლა მე ეგ მოედანზე რო გადიან ხოლმე რომ შენ პატარას გაივლიან გამოვივლიან მაგის დაპოსტვა მე იწყება თამაში გოლს გავიტანთ პოსტავთ ვარ გავიტანთ ვერ პოსტავ half times აუცილებლად პოსტავთ full times აუცილებლად პოსტავთ მე თქოს გოლების დაპოსტა არ მიწევს საბერძნეთა პენალტები რო მოვიგეთ ეგ იყო მაგაზე კარგს თუ დავპოსტავ რა და არ მექნება სულ მოსახსენიებლად მოსაგონდრად რომ ეგ მე ვქენი 0-0-ზე იდოქს და საქმე გაქვს 0-0-ზე წამოწოლა არის 0-0-ზე წინილა წინიასთან გააზრდა რომ პირველი ტაიმი დამთავრდა მატჩი ჩეხეთთან იყო ევროპის ჩემპიონატზე სადღაც ჰამბურგში იყო ხო თუ არ მეშლება ძალიან ზემოთ იყო ეს მედია ზონა და მე ქვემოთ კიდე რაღაც საქმეები მქონდა და
ბოლო დამატებითი დრო რო იყო უკვე მომემზადე რაღაც შანთა ჩავალაგე ნუ ლეპტოპი არ გამომირთავს მაგრამ ისე ვიყავი რომ მეთქი დამთავრდება დავპოსტო და ჩავალ ქვემოთ რა ეს წამოვიდე და ესე უყურებდი და იყო ლობჟანასის მომენტი ერთ-ერთი რო გავიდა და მეთქი ოღონდ შეაგდე და ეხა თავიდან დავჯდები და ვიწყებ ყველაფერს გაკეთებას არ ბოდი იმენა გავდიოდი და მეთქი ოღონდ შევარდეს აი რა გულდასაწყვეტი იამალი ჩვენი რაღაც მოხდეს არა მე როგორც გაირკვა კაი იმიტომ რომ პორტუგალია აღარ გამოვიდო უფრო მოტივირებული გამოვიდო და მე საერთოდ იმას არ ვეთანხმები მე ეგაზრით გავრცელდა კომენტარებში რო არიან ხოლმე ეს თვით გამოცხადებული ექსპერტები რომ პორტუგალია არ ითამაშა არ გვეთამაშა და რაღაც შეიძლება დაზოგეს ან რაღაც იყო მაგრამ რო ჩახედო ხე შემოადგენლობას იქ რა ფეხბურთელებმაც ითამაშნეს ფიზიკურად გამორიცხული იყო რომ უბრალოდ ან ბოლომდე არ ითამაშათ ან რაღაც მაგრამ იყო რაღაც ჩვენი დღე იყო ჩვენი მომენტი იყო კარგად დავიწყეთ ბოლომდე ისეთი мотиваციით და შემართებით ვიყავით გონია რომ მაგით მოვიდა და შეტაკარგეს და გოლი გავიდანე მამარდა მაგრა ითამაშე გველესამ რონალდოს და ძალიან ბევრი ისეთი კომპლექსური იყო მომენტი იყო და მაგ თამაშის მე ზუსტად ჯარი ბარდალინის მაგაზებითი საუბარი გერო პენალი რომ მოკაჩა მაისურზე და ხო არა ლოჩომ ხო აიკიდა ლოჩომი იქეთ აიკიდა და აქეთაც იკიდებდა მაგრამ და მაგით არ ვიზიარებ კიდე იმას რომ პორტუგალია სიკარაფერი არ დაუზოგავს რო შევდიოდით ამ ტუნელში თამაშის მერე ეს შალკე სტადიონი ეს გაზენკირხენის შალკე ხოლმე შახტი მეშახტეები არიან რა და ისე გაკეთებული რომ იმიტაცია არის რომ ვითომ შახტიდან გამოდიხარ რა რაღაც ესე ინსტალაციები რაღაცა ქვები რაღაცა ის შავა და რო შევდიოდით გასახდელში უკან შემოდიოდნენ ფეხბურთელები რა რონალდოც მოდიოდა სხვაებიც მოდიოდნენ და ის მოთა რაღაც ტრევის ხმარი იყო, მაგრამ რომ მიარტყავ ესე რაღაცას რა, გავხედა უკან ვიღაცა ფეხს ურტყავს იმას წამოწევს. ძალიან გამწვარდნენ. ხო, ანუ გაბრაზებულები შევიდნენ გასახდელში რა. მერე კიდე ეგ გაბრაზება იმით მახსოვს რომ ყვარამ კი გაცვალა რონალდოსთან, მაგრამ შენი მოგვარი იყო გონი გოჩოლას შეპრი და არ მახსოვს ნევეში ვიტი ვიღაცასთან შეთანხმდა მოედანზე რომ აისურ უნდა გაეცვალა და თამაში რომ მორჩა გასახდელში რომ შევიდი გოჩოლამ თქვა რომ საბანაოდ უნდა შესულიყო და იცისო რა უთხარიო რომ შევთანხმდითო და მიდიო და გამოვართვი მაისურვე და ხმე კი წავედი გასახდელისკენ მაგრამ ეხლა მერი და რაღაც აგებო ხ პორტუგალიის გასახდელი როგორი შესასვლელია რონალდო რო შიგნით მეთქი მაისურვე მე რო ვაღებ კარსა ისე უკაცრავად ცარცე გამომოდა გაფრთხილებული ყავს ვიდექი ცოტა ხანს გარეთ რა ვერ ხვდები და ლეო ვიდგა კართან არ მახსოვს გონი არ თამაშობდა იმიტომ სპორტულებით იყო უკვე გამოსული ლეო არ იყო სავარაუდოდ რა და მიხდა და რა ხდება მითხა და მეთქი ესეა თქო რა მაისურზე შეთანხმდნენ თქო და მე შემცვენია შესვლის თქო და ვინ შეპირდაო მითხარია და მეთქი ესე ეთქო და შევიდა და გამომიტანა მაისური თუმცა წამოვედი ჩემთვის ლამაზად მაისური დახეული იყო ცოტათი გაწყვია რო წააგეს იამალი ვნახე მე ესპანეთის თამაშის მერე იმიტომ რომ ქვემოთ რაღაც ინტერვიუს აძლევდა და ის ძმა რო ყავს სასწაული პატარა ის დარბოდა იქ ამტრევდა ყველაფერს ეს დღეში იყო და ერთი ლოყაზე უბწკინა იმას მახსოვს მე მოვიდეშ და წაიყვანა იქეთ რა ავი პედრი ყოფილან ფეხბურთელები რა ჰოლანდიასაც რო ყველაზე კაი ისეთი შტაბისტილება მინდა გიტყვა რომ აი ყველაზე ჯიგარიან ყველაზე ჯიგარი ტიპია თქო რომ ვიფიქრე ხო აი უბრალოდ რომ გესია მომნა რომ აი ის უწუთიანი თუნდაც 10 წამიანი ურთიერთობა რომ აი ვარა მაგარი კაცია თქო გაგიფიქრები ეს ეგ სხვადასხვა ეგეთი შტაბისტილება დამჭა ახლა ისრაელს რო ვეთამაშეთ რა იქ ახლა არ იყო ისეთი სახელები გართამაშობენ რომ თქვა ტოპ ფეხბურთელი იყო მაგრამ ის არის ეგეთი ფეხბურთელი ყავთ ოსკარ გლუხი რომელიც ახლა აიაქსში თამაშობს სხვათა შორის ესეთი პერსპექტიული ფეხბურთელია რა და ყვარამ გაუცვალა მაისური მგონი მეკარე მთხოვა რა მე კიდე ვიღაცა მთხოვა და ორი მაისური ქონდა როგორც ვიცი და ეს გლუხი კაპიტანი იყო თან ისრაელის რა და მოვიდა გასახდელთან რა ხო და მეც იქ ვიდექი და მითხრა რომ შეიძლება მაისური აღარ კონდეს მაგრამ თუ შეგიძლია რომ თქო რომ ერთი მაისურია ძალიან მინდაო და შენ გასახდელკა რატო გახარ ხოლმე შიგით არ შევდივარ ხოლმე თამაშის მერე და ხამწუთნელი ლაპარაკობს ახლა გამახსენა კიდე თურქეთში იყო თურქეთში რო ბოლო თამაში ჰქონდა იქაც თამაში რო დამთავრდა შიგნით ვილი ესაუბრებოდა რაღაც სამ დაკეტილი იყო კარგი და გარეთ ვიდექი და მოვიდა ილდიზი რა კენან ილდიზი და ისო რა ქვია ყვარას მაისური უნდა რა ყვარას მაისურის გაცვლა მინდაო და მეთქი რაღაც თუნელი ესაუბრება თქო და ცოტა ხანი თქო და შევალ ვეტყვი თქო რა და ისე მოხდა რომ ეს ვილის გასაუბრება ამათანაც 5 წუთი გავიწლა და ეს გარეთ ვიდექით და გამოველაპარაკეთ რაღაცას ერთმანეთში ლაპარაკობდით და მითხრა რომ ძალიან მიყვარსო რა სერია ადან
ხო ერთად თამაშეთ ერთმანეთს წინააღმდეგ და აქედანაც რო წავიდაო თუ მოქ ხოლმე დრო და საშუალება რამე თუ არ ემთხოვა სულ ყურებ უყარას თამაშებს და იყო მოსულის მაისტროსი და გაცვალეს მე მაისტრები ერთმანეთში აი ხალხი თურმე არიან იმას გაატანეთ გლუხსაც გავატანეთ კი დონტ ალბათ ისე ხო ხო ანუ არის kit managers ხო იქ იმან მისცა და გავატანეთ და წავიდა ძალიან ხარებული და ბედნიერი რა. ეგ ძალიან მაგარი ექსპერიენსია ხო რომ მოდიან ხოლმე ყარას მაისურები. ეხა ძალიან კაი მდგომარეობაა იმაზე რა ქვია. მაისურები არა, მაისურები. მე დაკავშირებ. თუ სწორად მახსოვს ლომაიას მოყოლი მახსოვს რომ ხელთათმანები არ ქონდა დინამოზე რო თამაში იყოს შემან და იქ მაღაზიაში რაბანასაც აღარ აქვს ხელთათმანები ხო იცი? რაბანას აღარა აქვს მოპარეს ხო? იქ რომ მოპარეს ბოლო პუბლიკატურა ლომაია იქ დავითრიეთო რაღაცაო იქ გადასწორებული მაღაზია ლომა შეიძლება ხო არ ტყულს არ იტყოდა მაგრამ შეიძლება ხუმრობით არ ვიცი ადრესე სიტუაცია იყო მე მინახავს ვარჯიშების ფოტოები 90-90-იანების საკეთ გუნდებში რაც ეცვათ ხოლმე იმითი კეცბა შოთი და ესე ეკიპირებით იყვნენ ხო? იმას არ მოყოლი კიდე. გუბას გახსოვს? გუბას იმას რა ქვია? სანიკიძეს არა. დოლიძეს. ისე რუსეთში ვიყავით თამაშზეო და მეორე მეკარს გაიხავა ხელთათმანია და სასტუმროში ის ძირს იმას ვქენით ამოვჭერითო, ხალიჩაო. ჩაოყერეთო. ის ჩაოყერეთო. არა, ეგენი ეკიპირების ხრივ და შესანიშნავი ხელთათმანი გამოვიდა რომ როგორი ხელთათმანისა მე ვთამაშობ. მე ხა წუწუნები ხელთათმანი გახეულება ისა ხალხი რეები თამაშობდა ბიჭო. წინაზე ევროპის ჩემპიონატზე რომ ჩავედით ავსტრიაში შეკრება რო იყო, ყარა უკვე Adidas-ის ის official ამბასადორი და სახე იყო გამختარი და ყველას ბიჭებს უთხრა რომ ვისაც რა გინათო ბუცებიო, ზომებიო, ისო ბუცებიო, ზომებიო მომწერეთ ყველამ და მეკარეებსაც ხელთათმანები და იქ მოვიდა რაღაც DHL-ის მანქანა იქ შეკრებაზე ავსტრიაში სასტუმროში და მოიტანა ძალიან ბევრი ბუცები ხელთათმანები მეკარეებს ყველას აჩუქა მახსოვს შენ არ ჩაწერინე? არა მე ბუცები არ მithოვია მე ფორმებზე ვარ უფრო გადართული რა ძალიან მიყავს მახსოვს სურათი გახსოვთ ქალთან აკრების ო რაში და დასაწყისში რო სურათს იღებენ ყველას სხვადასხვა ნაკრების ფორმა იცვა ჩვენი ხო ჩვენ ქალთან წითლები იყო მაგრამ ზოგი ძველი ზოგი ის რაღაცა ძველი სავარაუდო ხო ცოტა ძველი ეს არის ეხა ნუ შედარებით კაი მდგომარეობაა იდეალურად არის მაქრო ყველაფერი მაგრამ დაგეგმული ხო ბიჭები თუ უყურებენ YouTube-ს და რომელ არხებს უყურებენ ეგ თუ გაქვს ეგ საიდუმლო ინფორმაცია უყურებ ყველაფერს უყურებს ხო იმიტომ რომ რაღაცას რო იტყვი ხოლმე ეგ ვიცი ვინ ვერ უეჭველი იტყვის რა ესე კონკრეტულად ვის რა ვინ რას უყურებს ეხლა ჩვენ არც არ უყურებენ და არწმუნებული ვარ ეხლა დალევა მიდის ჩვენთან და ოთაობა და სიგიჟეები ეგ გავარკვევ შემდეგ შეკრებაზე ჩემ ეპიზოდს მაინც ვიღაცებს ჩავუყებ რომ არა მაფიას ხო უყურებს როგორც ვიცი მაგრამ არა მაფიას უყურებს თამაშობს კიდე არა მარტო არა არა თამაშობს მარტო მაფიას თუ კიდე არა ყარა თამაშობს მამარდა იყო ერთხელ მამარდა თამაშობს ქვილითა კიტე ხა ონლაინ თამაშობთ ხოლმე ქვილითა კიტე მაგისტრის წოდებები აქვს უკვე ესეთ ლეველზე არიან ასული თამაშით რა სხვა ვიცი თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე შეკრებაზე ავსტრიაში ძალიან პიკი იყო მაფიის იმიტომ რომ საღამოშოზე თავისუფალი დრო ქონდათ ხოლმე ხო ერთად გუნდი ერთად ვждებოდით თამაშობდით თამაშობენ კი და უყურებენ კიდეც კიდევ კაი რაღაც კაი იყო მაგ ევროპის ჩემპიონატზე თორე მაფიას დავაბრალებ დახურა პირიქით ძალიან ყველა ამბობდა რომ ის იყო ძალიან კაი რელაქსი იყო ეგ მაფია რა საერთოდ თამაშის დროს მაფიას ვინც არ თამაშობს ხოლმე სულ რო ვეუბნები რომ მაფიაზე მივდივარ და რაღაც ისე უყურებენ ხოლმე აი რა მაფია რაღაც და ძალიან სააზროვნო თამაში არა მე ფიქრობ შენ თავს მე უბრალოდ არ მიყვარს ჯითუჯი შენ მიყვარ ხარ კი იცი მაგრამ ხო ჯიგარი მეორეში გადავუწევ მივაწვეთ გავაყვანინოთ რა არის იქ ძალიან პროფესიონალურ დონეზე თამაშობენ რა უკვე როცა მე ჩავერთე თამაშში თუნდაც მაგ დროისთვის უკვე ხალხი იყო და რომ აი ჩვენ ვითამაშეთ ერთხელ ხო მგონი მე დეტექტივი ვიყავი და შენ კაი დღე არ დაგადგა არ დამადგა საშენელი დღე დამადგა მაგ დროს იმიტომ რომ შენ დინამოს ექიმი იყავით და ნაკრების ექიმი და ქორო შავები კი შენ პატიოსანი ვითამაშია ესე ჩემო უშავი ხარ ხოლმე ჯითუ არის მოკლედ იგაც გენიოსი რა ისეთი რაღაც შექმნა და გააკეთა არა ძალიან მაგარი პოდრომში რომ დავდივართ მართლა ჩვეულებრივად ადამიანი მალხას კრივიშვილის დამსახურება იყო ყველაფერი მალხას კრივიშვილი არ გახსოვთ ადრე მაფია მაგის
ხო და აზარტულები არიან ბიჭები ზოგადად. აზარტულები არიან, ეხლა ხო მაფიას თუ არა. პროფესიიდან გამომდინარე შეიძლება იყოს. კი, ბორდ გეიმებს რაღაცებს თამაშობთ ხოლმე. ისე გეიმინგის ამბავში რამე გეიმინგითაც ძალიან რა არ გაქვთ რამე კლანი ჯო კაუნტერს თამაშობენ. მე მაგათი ინტერესიდან გამომდინარე მე CS:GO-ს უყურებ უკვე რავი მეორე წელია შეიძლება ამ ბოლო 2 წელში ფეხბურთზე მეტი სულად შევა კაუნტერის თამაში მქონდეს და ცოტას იგი ჟემით და საერთოდ არ ვთამაშობდი რა არც მქონდა ნათამაშები ეს ახალი ვერსია 1.6 და ის ადრე მქონდა ნათამაში ეხლა რო ცადე დავიწყე თამაში ჩაკვესთან ვითამაშე ჩაკვესთან ერთად თამაშობ ვარ სერვერზე და მე ვთხარ მეთქი შემო ერთად ვითამაშოთ თქო რა და მე ვარ აი როგორი ცუდი კაუნტერში ხა იცი არ ვიცი როგორ აუხსნა ჩემი ლეველი კაუნტერში როგორ ფეხბურთში ხარ ჩემი და ჩაკვე ეგრე ხართ ხო ალბათ კი უფრო დიდი სხვაობა ფეხბურთში იქნება მაგრამ მოკლედ ჩაკვეს მიწერო შემოდი მეთქი ერთი ვითამაშოთ ერთად თქო რა ფეისიტი თქო და ან ეს ფეისიტ არ თამაშობ თქო თქვენ არც ერთი მე Battlefield-ი ხო ეს ხათი ფეისიტი გაახსენი რანკი რეიტინგი ყველა თამაშს ქულები გემატება და ვიღაც თუ რაღაცას გიფუჭებს გუნდში შენზეც აისახება გაკლდება ის რეიტინგი რა და ამიტომ ისეთი არა თიმის ამბავია ხო თიმი არა 5 რო შეგიხარ დავიწყეთ თამაში აი თქვენას დაიწყეთ პირველი 3-4 რაუნდია ჩაგვეწერს WhatsApp-ში წაშალე ძმა რა შეიძლება რამე ხო კომენტარი ხო არ ნახა ამ ფოტოს რა ზემოთ კაუნტერი წაშალე არ არის საშენო. ყარასერეთადაც იმ დღეს ვითამაშე, მაგრამ ძალიან ისეთია რა, რთული თამაშია. ხა ეგენი თამაშობ, რავი 2-3 წელია სტაბილურად. ხო. PC რო გაქეხა თან სახლში და რაღაც თამაშობ, პრაქტიკის ამბავია, კარგად რო ითამაშო. იმდენი დეტალი და ნიუანსია. მე ხა რაღაც 5-6 ხელი მქონდა ნათამაშები. ხა მეც ვაპირებ, ნუ გეგმაში რო ავაწყო. ავაწყო კომპიუტერი და მე რო შემოვიყვან ვიღაცას ეგრე დამწყავს. მაფია, კაუნტერი, ისა გეიმინგი რაღაცა ფეხბურთს კარგად თამაშობენ მაგის ფონზე შეძობს. ეს ყველაფერი. ამდენ ჰობის რო უთმობენ დროს არა კაცო რა ფსიქოლოგიური ამდენი კვლევა და რაღაც არის ხა ეს ხდება ძირითადად როცა დაშვენება აქვს და თავის ფალით რო ხარ ხო ევროპის ტემპერატურის დროს თამაშობენ და ტურნირს ძალიან დიდი რელაქსია იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელები ახ ვიღაცები სტრიმავდნენ კიდეც რა ხა სინჩენკოს მაგალითად თავისი ის კიბერ გუნდი ყავს რა თავის counter strike-ის გუნდი ყავს რა პროფი ორგანიზაცია გააკეთა ნეიმარიც ნეიმარი რასაც თამაშობს კიდე ცალკე და ამათ კიდე ისე შეხედეს როგორც ბიზნესი ხოლმე სკინებში ამდენი დახარჯა და რაღაცები და ხო და ძალიან მაგარი რელაქსია და მე რაც წამიკითხავს კვლევები აი განსაკუთრებით ეს counter strike ეხმარება რაღაცა კონცენტრაციაში რაღაც აზროვნების ანალიტიკის რაღაცების უნარების განვითარებას ასე რომ გეიმინგი კაი არის ხანდახან მეგობრებო და გეიმინგის გასანებაზე თამაში გვაქვს ჩვენ ნახე რა გადასვლა იყო იდეალი აღიარე ირა აღიარე გებიცე მეგობრებო დღეს ლალისლიმი შეუძლოთ არის ვაიმე და მე შემოგთავაზებთ ტოპ 10-ს. დიახ. ესე იგი, დღევანდელი თემა გვაქვს, რადგან დიმა სოციმედიაშია და იქ მოვაწეობს და შეხება ყოველდღიური და ყოველსაათობრივი ინტერნეტთან. დღეს გვექნება ტოპ 10 ყველაზე დაგუგულადი ადამიანი 2016 1900 2000 დღეს გვექნება ყველაზე დაგუგულადი ტოპ 10 ადამიანი 2026 წელს. გუნდი შეიწყებს. აი, იყოს რა, კვარაცხელია იქნება იყოს მაგ. არ არის კვარაცხელი. ბიჭო, სობრიოს მასშტაბით ახლა. რა მოხდა ამერიკაში ჩემო კაცი ამ ხელა ის არის. მე ვარ დონალდ ტრამპს ვიტყვი რა ვიცი, ესეთი ამ დონალდ ტრამპი პირველ ადგილზეა. პირველ ადგილზეა. ხო, აბა ეხა ირანის ისიც იქნება რა ქვია, მადუროც. აუ მე მაგრა ვიღადავებ, ანუ просто მაინტერესებს იქნება თუ არა ეს. და რო იყოს, მაგრა ვიღადავებ სიდნის ვინი. მე-10-ია სიდნის ვინი. ძუძებ. აბარა. მადურო იქნება. არა, ის რო, სახიობი. ოკეი, სახელი ორი. მადურო არ არის. ცოტნეს არის. კაი, მე ვიტყვი მოდი ბედბანის. მეორე ადგილი. ვინ? ბედბანი. არა. ნათანიაჰუ. ნათანიაჰუ არ გვაქვს. ზელენსკი იქნება. არ არის. არ არის. ტეილორ სვიფტი. ტეილორ სვიფტი არის მესამე ადგილი. მე იმ რომ მივყვები თუ ამოღამო. თქვენ ფიქრობთ ახლა ნანახია ბოიჭარი და მივყვება. ტეილორ სვიფტს მეც ფიქრობდი რომ მესამე გამოიცნო და მე ვერაფერი ვერ გამოვიცანი. თქვენთან დალიეთ, გავაჩენებთ. PDD. არ არის. ეპშტეინი? არც ეპშტეინი. ეპშტეინი ვიცი რო არ არის, ჩამოიხრჩო და ჩარეცხა ისტორია. ორი უნდა დავლიო. მომელა სამარილია ჩემო გიორგი რა. აი, აქვე გამოიწერეთ არქი და ლაიქეთ ვიდეო და მიყვარხართ და გაფასებთ. მე პოლიტიკოსებს მივაწვევი იქცევ. პუტინი. პუტინის დედა. არ არის. პუტინიც არ არის. ილონ მასკი?
დიმა მე მგონი მიყვება სიაიც. მე-4-ია? გადაუგზავნეთ სია. მე-6. გააფუჭა. ილონამ რა გააკეთა ეგეთი რომ მინიმუმ ეხა ამ თვარის ექსპედიციებს რაღაცებს მაგრამ ეხლანდელი იყო თვე მაგითო ვიკითხე. ძალიან აქტიურია. ორბანის თქმა მინდოდა მაგრამ ვინ იქნებოდა ბოლო პერიოდში ესეთი ცნობა. მაგრამ არა ბაზარი. რა გამორიცხა იგრე? კაი ზენდაია? არა, ათეულს მიღმა. ათეულს მიღმა არის სამწუხაროდ. მე 11 ადგილას არის. ტომ ჰოლანდი. არა არის. ჰოლანდი ჯერ ადამიანიობა არ გამოსულა. ნუ მესი შვიტ. მერვე ადგილი. მაგრამ რონალდოს ექნება. მე-4. მეტი სპორტსმენი არ არის? არა. სანამ ჩემი გიორგი ფიქრობს, მანამდე შეგახსენებთ რომ ჩვენი წამდგენი არის ჩიპსი ლუდისა, ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და ალბათ რა თქმა უნდა ალკოსფეროც ჩვენს გვერდით არის. გაგიმარჯვოთ მაყურებელს. კონდის თქვია. ქალია. კეთი ეგიდუნაშვილი. არა. ოღონდ ამერიკული ვარიანტი. კეიტი პერი. არა. ამას ბილი აილიში. ბილი აილიში მე-9. მაშინ და ის რა ქვია? ბილი აილიში ძახი. ორი დაგჭა. აბა ყურადღება. ჩვენ დაგვრჩა მე-7 ადგილი. კაი, მოდი სამ კითხვას დაგისვამ და კი ან არა ვინ პასუხობს. დავაი. ქალია? კი. უკვე საწავედი? გავფილტრეთ ნახევარ. მსახიობი? ნუ kinda. Kinda farminda ახლა. კი, თამაშია ესე იგი. კი. კია. არა. ქართველია? გუნდში 3 კითხვის უფლება გაქვს. დავაი. დამისვი. ფერატკანიანია? ლაითად კი. Kinda. Kinda. მულატია. პორნოვარსკვლავია? არა. კი. კი? არა. მიახალი. კი. ლიბანისია მაგ. 7-1 და 0. წელს როგორ შედის ტოპ-10-ში შეჩემა? მოკლედ დიმას აქვს 7 ქულა, ცოტნეს აქვს 1 და გუნდში. 1 არა, 1 ხოლმე. შენ მოიგე. 0 ქული. პორნოვარსკვლავი მე გამოვიცანი. მოკლედ ლიბანის ეკონომიკა ტოპ-10-ში მოიგო დიმამ. მადლობა მეგობრებო. მადლობა ძალიან საფრთხე. მადლობა თქვენ. ვახტენია მინა. ეს კაი თამაშები ხშირად. აი, იყო საინტერესო. აი დაუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს პოდკასტს. აი მე კარგად დავითვერი მე მაგასობაში. და კიდე ორი ჭიქა მაქვს დასავლები ყველაფერთან ერთად. ვინ წარმოიდგენდა? გასინჯული კონდა ჩიფსე? კი. და მიყვარს. პრინციპში შენი კი. მაფიაზეც აქტიურად აგეუნებდა ძალიან კაი ჩიფსია. ზოგადად ჩიფსი არ მიყვარს, მაგრამ ეს ჩიფსი მიყვარს. ეგ ფრაზა გამიგია ამ ჩიფსზე ყველაზე მეჯერ. ხო და არ ვიცი. მეც ეგრე დავიწყე თავი მაგას ვამბობდი ხოლმე. საერთო ჩათით თუ გაქვთ იმას. ნაკრებს. გვაქვს სტაფის ჩატი. ხო. სადაც ვარ სტაფის წევრები და რაღაცა ორგანიზაციის რაღაცა გასვლა, ამ დროს მოსვლა რაღაც ამ ფერს ვიცმევთ ხვალ თამაშს და რაღაც ფეხბურთელებს აქვთ ცალკე ჩატი, სადაც ჩვენ არ ვართ. თავისი სივრცე აქვთ. რა ჩერავი ჩატი არ არის, სულ კაუნტერის ჩატი, TikTok-ზე იცოცხლე რილსების გადასროლა, გადმოსროლა, სტრაიკის არ ჩაქრობა. WhatsApp-ი, რა ვიცი, Facebook. და ისინი არ გაქვთ რამე ზედმეტ სახელები, რაც საზოგადოებამ არ იცის. კაითებას შევეხე. გამოუშვი. ერთია ძალიან აიკონიკ რა. შენ მოგვარეს ხოთა შორის. ხო. კოჩოლას აქ აჩა თამაშობდნენ, მე არ მითამაშია Call of Duty-ს თამაში მიდიოდა თუ Warzone-ს რაღაცას თამაშობდნენ და კოჩოლა ყოფილა დამწყები რა. და აიღებდა რაღაც სნაიპერს და იყო სადღაც ჩამჯდარი. ჩამავლული ამით და პირველი ნაწილში ამ პერიოდში მეც სახელი იყო კემპერა. ხო. მე შეუმოკლეს 6 თვის მერე და კემპო არის დღეს. კემპო. არის კემპო რა, მოდის მაგ. კარგი რა. ერთი ყავს კიდე მაგარი კაცი, ეგეთი მეც სახელი აქვს, უბრალოდ არ ვიტყვი ხა რომელია რა. ნაყურებელს დავტოვოთ, ვინ შეიძლება იყოს მაგარი კაცი. ეგეთი ერთი ყავს, რომლის მეც სახელი არის, მაგარი კაცი. ჯასტინ მაგარი კაცი. ჯასტ მაგარი კაცი ხო. დანარჩენები სტანდარტულად რა. არა, მამარ და ეს გვარის შემოკლება რაც არის. ესე იგი იმას არ გვეურები რა. მაგარი კაცი ყავს. ისინი გამოირიცხა. არა, ერთი მე ვერტები. ემპო ყვარა და მამარ და გამოირიცხე მაგარი კაცი არც ერთი არ არის. ეგ მინიშნება მოგცა უკვე. აქვე მოგეხსენებათ მეგობრებო კომენტარებში გათამაშება ვოლსის და ბავარიას კომბინირებული ნაკრების. კაი, ეხა ისე ნუ იზამრო ამ მომენტში სურიკო მომწონს მაგ. დაწერეთ თქვენი ვერსიები ვის ეკუთვნის ეს ზედმეტსახელი და ასევე რომელ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს რომელი ზედმეტსახელი შეესაბამება და საუკეთესო ვერსიის ავტორებს გადაეცემათ საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები ეს კიდე ჩვენ სტუმარს ჩვენგან საჩუქრად. ახლა ინდებით გებრიელად მირთვით და რა ვიცი ვიმეგობრებო და კარგად ვიყოთ.
ძალიან უყვარს ჩემს ძმისშვილს ნენეს და მართლა? ნენე ამ ვიდეოს რო ნახავ ჩიფსები მომაქ. ნენე კიდე ერთ პარკს გამოვატანთ ეხლავე ლალი იზრუნებს მაგ ყველაფერზე. ხო ლალი? მეცახელებს არის ხოლმე მე ჰიბრიდული მასკანისტის რაღაც მუტაციებს რა. სხვა რაღაც მიაბავდა კვარა. მე ძალიან კვარსი კვარსონ ჩაკვე ჩაკი. ხო. თუ ის გოჩოლ აი გოჩო. ხო და ნახე გოჩოლას გოჩოლარი. მეძახდნენ მეც. ხო გოჩოლარი. გაუშინაურდები გოჩუა. ხო გოჩო არის ყველაზე ისეთი რა. გოჩუა ძალიან კაი. გოჩოლარი სასწავლებელი. ჩვენ ბოჩოლას ვეძახდით ამას. არა თქვენ გადასმეძახით მთელი ჩემი ცხოვრებაა შეჩება. ბოჩოლა ერთხელ დამიზახეთ სკოლაში. გადახო ის რადო დამიზახეთ. მაგარი ისტორიაა რომ რესტორანში ვმუშაობდი იმ პერიოდში რა. და ვერაზე ავედი ბიჭებთან, ჩემ საყვარელ ბიჭებთან და ბიჭო ხელი ქონდა გაჭრილი. თითი თუ ხელი რა მნიშვნელობა აქვს და რა მოგივიდა ხელზეო და დანა მქონდა გადასევილი მეთქი რა ეს რაღაცა გავაძრე. უბრალოდ აი ასე ხოდა გადასევილი შეჩება. ასე გადავისევი. გადასევილი ხო გადასევილი გავისვი და გავიჭერი რაღაცა აი ყველაფერი ერთად გავაიგეთ ერთ სიტყვაში და დანა მქონდა გადასევილი მეთქი ეგ სიტყვა გავაძრე და მაგის მერე გადავარ ყველასთვის გადა ოღონდ ის არის მე რაღაც მარტო გადა არ იყო გადა სევილია ანუ ეს ეგ უკვე გადა სევილია იყო და რაღაცა მე გადაშეწოდა ძალიან და მაგის გარდა მეძახიან ხოლმე კიდე დებილთა რატო ვერ ზურიკოა გამოვიცანი ის მე ვერ ვიტყვი რა მაყურებელმა კაი მე ჩვენ ისე გადაცემის დასრულების შემდეგ თამაშობთ FIFA-ს რა FIFA-კაცი ხარ ყველა მაგას მთელი ოქტომბერში რაღაც სასტავი და ხო ნახე კნოპი ჭასყავს ის რა ქვია ფეხბურთელი და მაგარინიო და კომენტატორი რომს ხო ძალიან გადავა მაგარინიო დაიცა მან ბაზრობს ხოლმე კომენტატორი შენ გითამაშე ეგ მოვდი არ მითამაშია FIFA ბიჭებს აქვთ ხის სახლზე აკეთებთ ხო როგორც ხო ვიდეო შემოხდა რომ კალა აძრაგებდა ვიღაცა სად მოძლევთ რა ვიდეო შემოხდა მე არ ვთამაშობ მაგას პირველ რიგში იმიტომ რომ თამაში არ ვიცი ზოგადად FIFA-ს არასოდეს არ მითამაშია ანუ 1-2 ჯერ ვცადე ბიჭების ხათრით მაგრამ და როგორც ჩაგვეწადაშლევინა ხო თან იმიტომ რომ რა ვიცი ხო არ მინდა რომ გაუფუჭო სტატისტიკა ბიჭებს ეხა ჩემი ბულინგი რომ მიდიოდა კაუნტერზე მე ჩემ 1-2 ხელი დავშვი ჩემი ძმაკაც რომელიც კარგად თამაშობს რა მეთქი ცოტა რაღაც სახე რომ მიიღოს ჩემი აკაუნტმა თქო რა მას კილები რო გააკეთა Face-ზე არის ეგეთი ფუნქცია რომ თუ გაქვს პრემიუმი ნაყიდი ჰაილაითებს გიკეთებს თვითონ კილებს რა და მეთქი ამდენი ბულინგის მერე ცოტა გავანეიტა და ჩაუგდე ყვარასო მეთქი ნახე ერთი პირა არის რაც ვარჯიშო და ნახე რა კილები ატყდა და ორ წუთში მწესრეს არ არის შენი კილები საიდან შენ ვეგრე ვერ გავპიკაო და კილას ვერ გავპიკავ ძმა პროფესიონალიზმი იმით დავუღამარ რომ ეს სანამ გახედავ ხო იქეთ რომ უყურებ მაპში ეს ისე გადიოდა და შემოდიოდა ესე უყურებდა რაღაც რომ შენ ვეგრე არ შევიჭერდა და არ არის შენი არ დაუნებდი მეთქი რომ კაი არ არის ჩემი ისე მაგამ ბავშვი ანუ ეხა სტრიმერობის ის აქვს პერსპექტივა და იუთუბერის ამ ბავშვი ვინ გამოვიდა და ყველაზე მაგარი იუთუბერი შენი აზრით ნაკრებიდან მაგარი კაცი უკვე ჟღერს ჩაკვეს მიცემდი მაგ ტიტულს და მაგ ფუნქციას იმიტომ რომ ეს სასწაული კაცია ჩაკვერა ტრამები ხშირად ცალია თან არა ჩვარია წეროს და კაჯამთელად არის კარგად არის მაგრამ ისეთი ეხლა მოიხოდა იქ მოიხოდა და დაქრის დარბის ბურთით ვერა ჩემ იუს ნახე რა ქვია ჩაკვეს ინტერვიუ სადაც არასწორ მკურნალობაზე იყო ჩაკვეს კი არა ის ამბობდა მე მგონი დავით ამბობდა თუ თვითონ ჩაკვე არ მახსოვს მე მგონი დავით ამბობდა ანუ პროსტა გააცდენინეს ტიპს ჩაკვეს სასწაული ხარ სასწაული უმორი აი ჩაკვეს და ლოჩოს ნახავდი ორივეს აი ორი თუ ერთი არხი რო ქონდა ლოჩოც ძალიან მაგრა ხუმრობს და მაგრად ხადავს და ორივე ძალიან ხერულები არიან და კაი ტიპები არიან და მგონია რომ კაი კონტენტს გააკეთებდნენ რატომაც არა სამომავლოდ არა ჩაკვეა სასწაული კარიერის ინფოსტერი გახსოვს ის ხო იცი მეკარი აქ YouTube-ში არა ის მეკარის პონჩი აწვება თავის კონტენტს და იმას ველოსიპედით რო დადის ხოლმე თამაშებზე მაგაზე აქ YouTube არხი რა ანუ პრემიერ ლიგის თამაში აქვს ჩუაქს ველოსიპედით მიდის თამაშზე კამერას დადებს იმაში ვერ ფეხბურთელები ეხლა ჰალანდმა დაიწყო YouTube-ი ძალიან აქტიურად აკეთებს
დრო რამდენად ყოფნა? არ უნდა რა ძალიან ხა მანდ ისე არ არის რომ YouTube-ს არ უნდა ბევრი ყოველ არა YouTube-ს თვითონ დრო უნდა მაგრამ ამონტაჟებს შეჩება ეხლა და იმოშვება რა. იმდენად თვეში ერთი ვიდეო ჩემთვის მგონია პროფესიონალისტვის ძალიან ოკეი ხალანდის ტიპისთვის და ყვარაც რო თქვა სიტყვაზე რაღაც თიმი რო გააკეთო რა ვიცი სცენარი დაწერილი სტაფი ყავს და ერთი დღე ორი დღე ალბათ დაიღებ გააკეთებ რა სრულიად საკმარისი ხო გააკეთებ ისე რომ ძალიან მაგარი იმიტომ რომ დღევანდელ ფეხბურთში რაც არის პრობლემა ისაა რომ ტიპებს იცნობენ ეკრანიდან მოედანზე მაგრამ იმის იქეთ აბსოლუტურად სხვა ტიპია და ძალიან დიდი ინტერესია ხო თანაც ჰაიპი აქტივი ეხლა მე ჰალანდის ვიდეოს რო უყურე ბევრი ისეთ რაღაც გავიკე ჰალანდზე რომ უფრო დამაინტერესა და უფრო რაღაც საინტერესო ხვედრია არ ვიცოდი თუ კონდენსატები რაღაცა იქ ნორვეგიაშია ჩასული იქ რა ის აქვს რამე ვლოგების სპონსორი გაკეთებული daily vlog-ია რაღაც one day with professional footballer არა რო რამე ეხლა კარიერის დამთავრების მერე და ისედაც სახელი განთქმულება იმიჯის პონტი ეხლა ეგენი ხო მაგას ამბობ ფინანსურ შემოსავალად არ უყურებენ ეხლა პლეისმენტები აქვს სხვათა შორის შიგნით ვიდეოებში მაგრამ არა რატომ ხო არა ეგეთი სპორტსმენი ვინც YouTube-ს აი YouTube არხი რო კონდეს რა მეთქი უყურებდი იოკიჩს ალბათ რა აუ რა თესლი კაცია ისე NBA რომ მოიგეს და რო ფეხებზე რო კიდე ცხენებით რო ბოლოში რო მოიგო ეგეთი ბედნიერი ტიროდა შეჩიმა ის ეტლით ცხენების რო ბოლოში მოიგო ინტერვიუზე რომ სახში ვარ წასასვლელი იოჩი აუცა აი მაგას ეკნებოდა ძალიან ბევრი ნახვა აუ ძალიან კაი ტიპია ვაფშე ეგეთი მე რავია არა სპორტული სპორტსმენები მევასება მაგას არა მაგარია სასწაული ალბურთელია მაგრამ ჯოკერი გიორგის ვლოგებს უყურებ ვის კოჩოს კოჩორას კოჩოლეიშვილი გეცოდინება ნაკრებში თამაშობს არა კოჩოლეიშვილს ერთს ვიცნობ და ლოთია იუტუბერი ლოთი ვინ არის აუ არავინ ლოთი არავინ არ იქნება ხატი ჩვენნაირი ლოთი არავინ პორტუგალიას რომ მოვუგეთ და წამოვედით სასტუმროში ეხა ჩვენთან იმდენად კონტროლდება ყველაფერი ფრენის დროსაც კი ჩარტერით რომ მიფრინოთ ხო არის კვების დროს რომ ჩამოატარებენ სასმელებს ერთი ჭიქა რაღაც ნაცა ნაკრები დაფრინავს წყალი და მინერალური სხვა არ არის არაფერი დასალევი კვებაზეც სასტუმროში როცა ვართ იგივე მენიუა სასმელების ხრები ვიწახი რა და ძალიან კაცრად არის რა იმიტომ რომ აწონვები აქვს თამაშამდე ყველამ რაღაცა თავისი იცის რა წონაში უნდა იყოს და ვილი ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ფიზმოსადების თვითონ არის წონება აშკარად და არა პლატფორმაში ყავს სხვათა შორის ახლა მაგრამ თრენდს ახლა ქართული სამზარეულოს რო გადაეყრები პორტუგალიას რომ მოვუგეთ ექსეიმი რაღაც მერაბი მოვიდა დვალიშვილი სასტუმროში ჩვენთან რაღაც და სიმბოლურად ვილი თქვა რომ თითოეულოდი დალიეთოვისაც გინდა და enjoy თუ რა გაერთეთა თქვენი დღეაო და გავხედავ მაგარი ბჭობა მიდის რაღაც ესე მაგიდებზე ვიჭეხი დაულიოთ რაღაცა და პროგრამა არ დალია ისე ცრა რო არაო რაღაცა რო არ ვიცი მე არ და მე ავიჭებდი აღდათ არ დავაფარებ ხელს არა მე ავიჭებდი თუ ერთია დასწრები ბალტიკას ხრანომერი იყოს მაგას ზოგმა ვინც არ დალია იმისები ვინ დალია მე ეგ ტიპი მაინტერესებს არა ვიღაც იქნებოდა დაწონებული ვარ არავინ შენ არ სულ ხო ცოტნესგან განსხვავებით ანტიპოდები არიან მაგამ ბავშვი ხო არა ჩვენთან დარღვევა თითლება რაღაცა მინერალური კოკა-კოლა რო ვინმე სადმე დალია კოკოს აშნელი რასა არ დამინახავს რა ერთი არის ხოლმე რა ასე ენერგეტიკ რედბული იყო რამდენიმე თამაში გასახთეში ისიც როგორც შემდეგ ვიკითხე აპრობირებულია რომ თამაშის მე აღდგენაში და რაღაც ოკეი სპორტსმენები სვამენ რედბულს მე ლუდი თიმოშვები ხო და ჩემი რო ფიქრობს რომ მოგკლავს ეგ შვილო და რაღაც ეგრე როგორც გაიყო არ არის ხა 10 არ უნდა დალიო ალბათ მაგრამ რაც ერთი კილა რედბულის დალევა რაღაც ახალი ენერგეტიკული გაიჩიტა უფრო კაი ის არის დოპამინი ხო აქემე სხვათა შორის კაკოს მოკითხვა თუ რამე რედბულზე იყო ბაზარი ეგ ჩაუგდე იქ რა რომ ეს ხორცა ეს უფრო ამას აქებენ რაღაც ვიდეო დადო TikTok-ზე ეს შობა შეადარა რაღაცა დოპამინი ხო ისინი ხო უფრო მეტი აქ ვიტამინი ძალიან გამიხარდა კაკოს სამგულს შემატკირავ და აქედან მოვიკითხავ და უშეუთვლი წარმატებებს უსურვებთ დოპამინს ჩვენგანაც ნამდვილად მსოფლიო ჩემპიონატი რო არის ყოფილიყო წელსო ვალის აქვს ესეთ კითხვა და ესე გადმოცა რომ ბებიაჩემს რო ყვები ქონოდაო ბაბუაჩემი ერქმეოდაო ესეთი კითხვა უნდა დავსვაო აბა ყარა თუ აიღებს ოქროს ხო რო არ ყოფილიყო წელს სოფლიო აიღებდა თუ არა ვინ აიღებდა ოქროს ბურთს შენი აზრით ანუ არ აიღებდა კი არა ანუ ვინ აიღებდა ხო ჯერ ისე გავყვეთ ვინ მოიგებდა ალბათ ზოგადად ჩვენი სურვილი რაც არის ეხლა ლოგიკურია რომ ყარა მაიღოს რომ PSG იგებს ჩემპიონთა ლიგას იგებს საფრანგეთის ჩემპიონატს
არა ბაიერთან ესე თამაშობს და ფინალშიც რასაც ახლა უყურებთ და სასწაული პერფორმანსი აქვს. მე მგონია რომ ძალიან დიდი ფავორიტი იქნებოდა ხვიჩა მაგ ტიტულის რა. შანსები იქნებოდა. შანსები იქნებოდა ჩემი სამეულში თავისუფლად იქნებოდა. სამეულში. მე იქ ალბათ ნუ დემბელე წელს ახლა ვეღარ არის ესეთი როგორც შაშანა სეზონიც ჰქონდა. რავი კონკურენტები ალბათ რა ვიცი ჰაკიმი, მენდეში, ვიტინიაშენ ყველა მაგრად არიან. კარგად თამაშობენ. მაგრამ რა პერფორმანსიც აქვს და რა გავლენაც აქვს თამაშზე ხვიჩას და როგორც თამაშობს. მე მგონია რომ არ ვარ სუბიექტურები თუ ვიტყვით რომ მაგ სცენარში ან მსოფლიოს წელი რო არ იყოს რომელიც ალბათ დიდ გავლენას მოახდენს მაგ ტიტულის ბრძოლაში. მგონია რომ ხვიჩა იქნებოდა სამეულში მინიმუმ და მგონია რომ მოიგებდა კიდეც, მაგრამ იმასაც დავამატებ თავის დასამშვიდებლად რომ მგონია რომ ეგ დღე აუცილებლად მოვა. როცა კროსბურთით ხვიჩას ხელში ვნახავთ რა. იმიტომ რომ დღე ვითარდება და უფრო ძლიერი მოთამაშე ხდება ვიდრე იყო. ან მგონია რომ ხვიჩა არის ჩემს ამოხსნელია ხვიჩას ფენომენი რა, რასაც უყურებ, რასაც ვაყურებ. ანუ ხო ძალიან კაი იყო, ანუ ყველგან ვაფშე კაი იყო, სადაც თამაშობდა ყველა კლუბში საერთოდ, მაგრამ აი რისი პონტის კონდა ყველაფერში უფრო მაგარი იჩითება ყოველთვის აი ხა PSG-ში რო გადავიდა უკვე ხელაზე აქ აწეული თან ეს თამაშა კვარაც ხელიანი ოჩენე ხო იმაზე თუ მამარდაზე არა სამხეთანი ძახო მამარდაზეც ამბობს და კვარაც ხო და этот ваш კვარაც ხელია последнее время Наполи не очень играет ხო სადაც გადავიდა რავი ყველგან ძალიან მაგრა თამაშობს მაგაც სახე რომ ენახა აი თამაშის მერე მეტი არ მინდოდა არაფერი რა დაანებაო ფეხბურთს თავი ანალიტიკა შეეშვა ოკეი ფაქტი ხარი რომ გონია რომ იბრძოლებდა რა თუმცა გონია რომ მომავალში უფრო მეტად დაიმსახურებს და უფრო ეხა კოვიდი რო გაუწუროთ და ამ წელს არ ჩატარდეს არა არ გვინდა კოვიდი ერთის დავატრიალოთ პარემ ჩავარდეს ის უფრო მოყურებულ ჩაატარე ყვარამ რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა შარშან ფაქტიურად ეს პერიოდი იყო უკვე რა მაისში იყო მაგრამ მეორე დღეა ჩემპიონთა ლიგის მოგების მე რა და მივწერე რა რომ გაიღვიწე ხა რაღაც მეთქე ესე მაინტერესებს თქო რა ჩვენ აი როგორი შეგრძნება არის მეთქი აი რა იგრძენი რომ ესე ბავშვობის ოცნება რაც გაქვს ოცნებას ისრულებ ესე ახლოს მიდიხარ და ისრულებ ვარ და რა იგრძენი თქო და ეხა როგორ ხარ თქო მაინტერესებს და რას მეტყოდე რა აი რო დამთავრდაო ხელში რო ვიყავ ის თასიო და ყველაფერმა ბავშვობიდანო გამირბინაო თავი რაც მქონდაო საერთოდ გონებაში ყველაფერი ერთად გამახსენდაო არა დავიძინეო დავისვენეო და ეხა მეთქი ეხა რა ხდება მეთქი ხა როგორ გრძელდება თქო მეორე დილა არის რა რომ მოიგო მეორე დილა არის ეხა მეორე უნდა მოვიგო იქ რა ის აღარ მახსოვს როგორ დავამთავრეო ეგ მენტალიტეტია მაგარი ხო ეგ მენტალიტეტია რომელსაც მგონია რომ ეგეთი ალბათ იბადები არ შეიძინო კიდეც რაღაც მუშაობით შენ თავზე მაგრამ აი როგორი მიზანდასახულიც არის როგორც შრომობს როგორც უდგება საქმეს და მოედნის გარეთაც როგორი ადამიანიც არის რა ეხ თქვენ ძირითადად ხო უყურებთ მოედანზე ყველა მაგ ბედნიერება რომ მოედნის გარეთაც ვიცრომდე და ვხედავდი ახლოს და აი რაც მოედანზეა რთულია შესაძლებლად მაგრამ ის საოცარი ადამიანია მოედნის გარეთაც რა ძალიან დიდი გულის მარტივია ხასიათი გამოიცნო ჩანს ქცევებშიც შეამჩნევ გარე და როგორიც არის რა შეიძლება მარტივი ხასიათი ის რომ გამოიცნო მე რაც ვიცი მაფიასაც კარგად თამაშობს რო თამაშობს წაგება არ შეუძლია კაუნტერზე ამბობ რომ კარგად თამაშობსო და ძალიან მოგიყვებით პატარა კიდე რაღაცას რაც გამახსენდა რა საფხულზე სოფლიო რო იყო ამერიკაში ახ საკლუბო რეალს მოუგეს 3-0 რა დამთავრდა ის თამაში ეგ ჩვენი დროით კი იყო შუადღეს იქ რო წვავდნენ იმ სიცხეში ფეხბურთელებს მაგრამ ამერიკაში შუადღე იყო ჩვენთან ღამე ანუ 3 თუ რაღაც არის საათი ვიძინებ რა 4 მე მგონი რა მომწერა ხო არ გიძინავს და მეთქი არა აქ ვარ თქო ვიძინებდი რა ეს ტიკა-ტაკა თორო რა იცი X-იდან 0-ი ფეხბურთის რა ონლაინ თამაშობ რა X-იდან 0-ის პრინციპია რაღაცებს გაძლევს აქეთ რა თქვა ქვეყანა ტროშა ტიტული და ესე ავსებ და ეჯირობი ერთმანეთს ონლაინ რა თამაშობთ ხოლმე მაგას ონლაინ რა ვითამაშეთ ერთი ხელი მოვიგე მეორე მოვიგე მესამე იმიტომ რომ ის ძველ რაღაცებს აგდებს ხოლმე თამაში ხშირად ეს ძველ რაღაცებზე იჭედება რა და მაგას ვიყენებდი მაგ მომენტს და შადღაც 6-მდე ვითამაშეთ რა რომ დავხედე სადაც 6 საათი იყო და თან ის მომენტი არ აქვს რომ მეთქი რაღაც გაუსწორო რა მოაგებინო რაღაც არა დისრესპექტია ეგრევე რა თამაშობთ ისე ჯიგრულად fair play თუ აწვევით რა ბოლოს მომიგო რა ერთი სამი ხელი ზედი ერთი რომ მომიგო კიდე ერთი და მე სამი ხელი რომ მომიგო და გავხედე უკვე გათენებულია გარეთ WhatsApp-ში წერს რომ
იდი აბა წაუძინე. ხო შვიდად დამეძინებაო მე. ჯამიკროფეტი. რეალს მოვუგე 5 საათის წინ. თუ არ გამანადგურე იმ თამაში. მეტი რა გინდოდა. მეტი ეთქი ეხა არ იყო. ეგეთია რა, წაგება არ შეუულია მაგის მეტად. ეგეთია და კომპეტიტივ არის. არამეს თუ იწყებს და აკეთებს, უნდა რომ მოიგოს და ისე გააკეთოს, კარგად გააკეთოს რა, რაც მინახავს, ყველაფერში ეგეთია რა. ხოებიც ეგეთებიან, თან პატარები არის. თქვენს გაითვალისწინეთ მეგობრებო ეგ ყველაფერი. ფინავში ვიყავით და ტაჰაზე ვლაპარაკობდით რაღაცას, არ მახსოვს. ტაჰა უყვართ ძალიან ბიჭებს და უსმენენ და გულშემატკივრობდნენ, პირადადაც იცნობენ აქ თურთერთავ და მეც ახლა მეგობრობ ძალიან ტაჰასთან. ტრეკიც გავაკეთეთ ნაკრებთან ტაჰაში და ძალიან წარმატებული და ესეთ კაი კოლაბორაცია იყო და რაღაცაზე ახსენა არ მახსოვს ვინ იყო ზურიკო იყო თუ მაგარდა თუ ვიღაცა ტაჰაშო 911-იო რა და რატო ქვიაო ტაჰაშ ხო ეგ სახელი აქვს ტაჰა 911 და მე რო ვიქნებ თქვით რომ დაბადების ის არის თქო თარიღია თქო რა დაბადებულია თქო სექტემბერში 11-ში რა მე გავიხსენე ეს ტერაქტი რაც მოხდა რა ეგრევე მაგ თარიღზე 911-ზე მე მახსენდება პირველი ესე ვლაპარაკოთ მოკლედ მე ზურიკო მამარდა იყო კვარა რა მე ჩაკვეც იყო და მე მოვყავი მაგ წელს შევედი პირველ კლასში ვიყავი სკოლაში და მახსოვს მართლა არ ვიცი კადრი რატო ჩამჩა რომ მოვედი სკოლიდან ჩანთა დავდე და ეს ტელევიზორში ვხედავ ეს ორი შენობა ესე რომ ჩამოდის ქვემოთ იფერფლება რა მეთქი ეს ტერაქტი და რაღაც რომ მოხდა თქო ძალიან ისე მახსოვს მეთქი ჩარჩენილი მოგთქო და თქვენ ვისად იყავით თქო რა ხონდა დაიწყო ყველა თან ჰაერში ვართ არც ინტერნეტი არაფერი უცებ ყველა ფიქრობს რომ ბიჭო ორი წელი სად იყო რა ხონდა რა მოხდაო რაღაცაო კიდევ ვიძახთ ეგ ტერაქტი რაღაც ვახსოვსო და მეთქი ესე 2001-ში თქო რა 2001 იყო ხო 2001 გაირკვა რომ ყვარა დაიბადა 2001-ში სურიკო მამარდა 2000-ში ჩაკვეც 99-ში და მაქსიმუმ აკვანში იყვნენ გამწესებულები რა ეგრე პატარები არიან რა გონია რომ მაინც ეს თაობა სხვა სიმაღლეზე აიყვანა მეუბნეთი რა წინაზევებს გისმინდა რომ არ მინდა რომ ისე რომ გავა ეს წლები რაღაცა მარტო ეს წინა ევროპა დაგვრჩეს სულ გასახსენებლად ეგრე თასების თასზე იხსენებდნენ გონია რომ ეს თაობა ეს ნაკრები ამ ფორმაციის ნაკრები და კიდე მოდიან ძალიან კაი ბიჭები გავალთ ევროპაზეც სოფლიოსაც ავიხდენთ და ბევრი რაღაც გვექნება გასახსენებლად რა ძალიან დიდი ემოცია მართლა და ბევრი რაღაც არის ეს მე არ არის მარტო რაღაც კონკრეტული ტიპების გამარჯვება და რაღაც შედეგის მიღება მთელ თაობაზე გადადის გამარჯვებულს ხანაერი მენტალიტეტი უყალიბდებათ მე ვიხსენებ ჩემ ბავშვობაში ხა ყვარას მიქაუტას ჩაკვეს მამარდას ესეთი ბუდუც მისაბაძი რომ ყოლოდა მე არ მყავდა ეგეთი რაღაც აიდოლს ვიც როგორ არის კერპი ქართველი არ მყავდა რა ეხა ესეთ რა მაგალითებსაც იზრდებიან რასაც უყურებენ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს თაობა მე გამოიწვია და ავის ინტერესი მინდა ყვარა ვიყო არის ძალიან მაგარი რაღაც რა და რა კუთხით არის ეს კიდე ძალიან მაგარი ეხა ბავშვობა რო ავიღოთ ჩვენი არავის ნუ არ ვიცი შეიძლება ერთეულებს ეცვათ ქართული ნაკრების ან ქართველის სახელის ფორმა რა რომელიც იტყოდა რომ აი ამ ადამიანებით ეხა ადრე იყო ვინები რა ვიცი რონალდინიო რონალდო ვიღაცები ხო და ეხლა უკვე ყველა აი კვარაცხელიას ფორმა აწვია ყველა მაგ მოგებამ საბერძნეთთან მგონია რომ შეცვალა ყველას უნდა 7 და 77 ნომერი იყოს თაობაც ბავშვებიც და ძალიან დიდი რაღაც იყო და ეგეთი მოგებები ძალიან გჭირდება ერთს რომ დავიჯეროთ ჩვენი თავის პირველ რიგში რომ მართლა ყველაფერი შეგვიძლია თუ ვიშროვებთ ნებისმიერ ჩვენგანს ფეხბურთი არ მაქვს საუბარი და ზოგადად მე გადადის რავი ხასიათში მე მაგალითად დღემდე მომყვება რაღაცას რო ვაკეთებ რო გამახსენდება ის ეგრევე мотиваციას ვიღებ და კი ბატონო ბიჭებთანაც ურთიერთობაში ეგ მაქვს რომ ისეთ რაღაცას ზოგჯერ გეტყვის რომელიმე თუნდაც ყვარა ნებისმიერ სხვა მოტივირებელს რაღაცას და ფრაზას ჩემ ძალიან დიდი ის მოხტირა და მანაირად მაგ განწყობა მე რაღაცებს ვარ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნაკრებმა გააგრძელოს პროგრესი ზრდა და ბევრჯერ გაგვახაროს რა ყველა. კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა. შემდეგი თამაში გვექნება, ფოტოებიდან უნდა გამოიცნოთ, ეგეთი ტრადიცია განაში, აბებუ ადეკაი ქვია, ანუ ამზადებენ კუბოებს და შენიღავი კაის, ჯვარი აქაურობას, მოკლედ კუბოების მიხედვით მაგარი გადასვლა იყო. როგორი ამის მიხედვით უნდა გამოიცნოთ რა პროფესიის იყო მიცვალებული. ან რა მოკლა, ან რა უყვარდა, ანუ ამაზე უნდა ივსჯელოთ. 20 წამი გაქვთ დროს თითო ფოტოზე. ამ ადამიანს დარწმუნებული ვარ უყვარდა დიდი
ხალხის შეკრება, იმიტომ რომ როგორც ხედავ, ძალიან ბევრი ადამიანი არის შეკრებილი სასახლის უკან და უყარდა არის ალბათ რომ ამან მოკლა თუ ხო, ან ამან მოკლაო, ან ეს უყარდაო, ან მესამე ვარიანტი რა იყო, ან ამაზე მუშაობდაო. მოკლედ დრო გავიდა, ეს იყო ვინ უპასუხებს? ატომურ ბომბზე არა ატომურ ისა და აქვს ატომურ ბომბში შეჭება მარჯვი გაიხედე. ეგ არის ამაჩქარებელი. ცოტნე უპასუხებს. ბატონო წამყვანო, ჩემი აზრით ეს იყო პორნო ვარსკვლავი. და პასუხი არის არასწორი. ლოგიკურია პორნო ვარსკვლავი. მოკლედ ეს ადამიანი აკეთებდა ეგრეთ წოდებულ წინ დაცვეთის პროცედურას. მანდაც იციან იგენი? შემდეგი მოკლედ დრო ჩაისვა. ეს კუბოა ვერ მოკვდა. ეს არის კლუბო როგორც აღმოჩნდა, ლუდი უყარდა, მაგრამ დალევა მოკლა, ეხა არა კლუბ, ლაგერ, კონკრეტული ლუდია რაღაცა, ხო. ბარის მეპატრონე. და ბოთლი გადაარტყეს თავში და მაგით მოკვდა. არა, ბარმენი მოკვდა? არ ვიცი. კაროჩე, ან ლუდის სიყვარულმა შეიწირა და ლუდის სიყვარულმა შეუძლებელია რომ შეგვიწიროს მეგობრებო, იმიტომ რომ მე ვთქვი ეგრე. აი, პროფესია არა, მოდი ეხა ცეროზე ვთქვა. შანსი არა. რატო? ლუდი არა? არა. მაშინ თან აფრიკაში მაგარი ლუდი იყიდება ძა. ბოთლზე დასვეს. ბოთლზე დასვეს რო იყოს ვარიანტი. ბოთლზე დასვეს. და სწორმა პასუხმა გაიჟღერა. ბოთლზე დასვეს. არა, ვინ უპასუხებს ეგ მითხარით? ბარმენი, ალბათ მე ეგრე. ბოლო პასუხი არა, ბოთლზე მითხარით. დასვეს უფრო მომწონს ვარიანტი. ბარმენი. მართალია, შემდეგი ფოტო. ერთი. ეს არის დემნა არ შეწლის მე? თუ არ შეწლის? ეს არის ლუი ვიტონი, დემნა არაფერი შუაში არა. ეს არის იქაური განელი დემნა. ბიჭო, ვიტყოდი ლუი ვიტონის დაფუძნებელი თუ მაგრამ უკან ისეთი გარემოა რომ ლაქშერი არ არის და იქაური დიზაინერი იყო რა. ეს არის აპლიკატები, ვინც ფეიკებს აკეთებდა ლუი ვიტონის და მოკლეს მომხმარებლებმა. ოპა. არა, ლუი ვიტონმა შეუკვეთა ამის პრობლემა, რომ ძალიან გაეც ამერიკასები. ძალიან ხარისხიან იმებს აკეთებდა. კაი, ჩანთა გადაარტყეს თავში არ გამოვა. მან ვიდეოები ხო სანახი რომ მოდაშია ის ბაიკით რომ მივარდებიან ჩანთას რომ მოპარავენ ხალხს. შეეწირა ჩანთის მოპარვას. ეს იყო იქაური ანტონიო ბანდერასი, იარაღიედო შიგნით. და ვიტონ ჩადეს ახლა შიგნით. იქიდან ისროდა, ამიდან ისროდა რა. კილერი იყო. უბრალოდ გიორგი შენ ეთყობა ცუდად გაქვს სანახი ეგ ფილმი, მაგრამ ჩანთაში არ ედო. გიტარაში ედო. გიტარაში. ხო დამოუკიდე. გიტარად ჩავამაშე, ჩავალაკელიძე ჩავაკლიან ადამიანში და გიტარად ჩავა. მე მგონი რომ გამყიდველი იყო ჩანთების, უბრალოდ აი ეგეთი მარტივი პასუხი მგონია რომ სწორი იქნება. თუ მეთანხმებით მეგობრებო, აწიეთ ფეხი. მოკლედ ეს იყო მდიდარი ქალბატონი, რომელსაც უყვარდა ჩანთები. მაგარი. ყიდი და კიდევაც ერთი ორი გაყიდული იქნება. ყიდულობდა. აი ბანდერასიც მოვიდა. ვა, ბანდერას. აი ბანდერასზე მიდის საუბარი. ამას გიტარა გადაარტყეს კლუბში ამ ტიპს. მაგითი მოკვდა. გადაარხეს გიტარა. სუდად ეგ უკრავდა. არ არის გამორიცხული კი. ყვითელაშვილი, ყვითელი გიტარატო. ყვითელაშვილი. შეიძლება საღოლ გუნდში. ჯვარი ეწეროს თემურ ყვითელ. აუ ეხა გიტარი მუსიკოსი იყო, მომღერალი, მოცეკვავე. ჩაცხილეს მუსიკოსი. რომ დავაკონკრეტოთ როგორი მუსიკოსი. როკერი, არა, როკერის გიტარა არ არის ჩვენში. სად უკრავდა ესეც რომ დავაკონკრეტოთ? ხიდის ქვეშ. დიახსთ. იმენა ნუ ქუჩის მუსიკოსი ქუჩის იყო. მუსიკოსი. ეს ვიცი რაც მოვიდა მას. ეს ნაღდად არ არის. ამას დენმა დაარტყა. იდრო ელექტროგიტარა. ჯიმის საფლავია. ჯიმის საფლავია. მესროლე გიტარა. ჯირი გიტარას დირჟი გიტარა. მესროლე გიტარა. ხო, დაიჭი. ბიჭო, ეს რავი, ესეც იგივე, არა, მაგრამ ეს არ იქნებოდა. ეს ელექტრო ვაფშე რა, ელექტროგიტარა. ელექტროგიტარა დენით მოკლა მაგიტო. სლეშის გიტარა, არ ვიცი. ჯიმი ჰენდრიქსის ფანი იყო. კაი, ეს რავი, ყიდი და გიტარებს ალბათ. ძალიან მარტივი პასუხია. არა, ეს არის ერთადერთი ტიპი, ვისაც ელექტროგიტარა ქონდა იქ. ხო, კი, მუსიკოსი. იმიტომ რომ დენი არ ქონდა. შეიძლება დენმაც მოკლა, არ ვიცით რა, ეგ არა მითითებული. ხო, ანუ მუსიკოსი იყო ქალაქის კოლორიტი. კი ბატონო, შემდეგი. განური როკ ბენდის ეს რა არის? ფოტოგრაფია. ფოტოაპარატი. ეს ფოტოაპარატია. რატო მიხვდით ეგრე მარტივად? ეს კაი უკანო მობილური შეაძველი. ფოტოგრაფია იყო ძალიან ღვაწ მოსილი ქალაქის. ან
რომელი ქალაქის? ეგეც უნდა ვთქვა? არა, რა ადგილის? ეს ისე ვინ იყო? აი ბაკურიანში დათვთან რო ტიპი იმას გიღებდა სურათს, ხო იცი? ეგეთი როჟა იყო და მე იმ დათვმა შეჭამა თვითონ. ზუსტად. საიდან იცოდი? ნუ საჩხერეშიც ონ ლომი იყო იქ რა. ხო, ნუ ეხა იქ დათვები არ ყავთ. ეს იყო ფოტოგრაფი, რომელიც შეეწირა ლომთან ლომებზე ფოტო გადაღება. და ლომი სად არის? საფარიზე შეეწირა მოკლედ ფოტო გადაღებას ლომთან. აუ მეც მინდა ესე. ეს იყო ტაკო ბაციკაძე მოლში. კაი ეს ამომიჭერი რა. აღარ ეწევა კაცი. ეს იყო გასვენება. არა, ნუ მალბორო ეხა ეს არა და რაც აწერია ის არის. წავედიან ადრე ერთ-ერთი ან ფეხი აუწდა იმაზე რა. გაკაჩა ეხა 41. სიგარეტის კოლოფზე აუწდა ფეხი. არა, ისო. სიგარეტი ხო არ გაქვს შემოძმაო და ამან ის რა ქვია, ორს ავიღებ თუ შეიძლებაო და მაგის გამო მოკლეს. ორი ღერი რომ უნდა და მაგის გამო მოკლეს. არ გვინდა. ხო, მწეველი იყო უბრალო რა. ეს გუნდიშას სასახლეა, ის რა გუნდიშას ხო ტყბილი არ უყვარს. და მაგიტო ტყუპები ჩაცხრილეს კარო. გარჩევა იყო და ტყუპები ჩაიცხრილა ჩემია. და აფრიკაში რო ხდება ყველაფერი უფრო ლოგიკურია. შოკოლადის ფერი უგანდაში მოხდა ეს 2009 წელს. ეს უგანდას ამბავია, 2009 წლის უგანდას ამბავი კი სხვა. არა, უბრალოდ დიაბეტი ქონდა. ეხა ეგ ძალიან მარტივი პასუხია, უბრალოდ დიაბეტი. ეგ დაცინვა ხალხის ეს ის არ არის რა ქვია. ფეხი აუწდა. ეს არის ფეხი აუწდა. მართალია, ფეხი აუწდა. ხო? სპორტსმენი იყო. არა, ეს კალათბურთელი იყო და ჩატენვის დროს ჩამოვარდა და კისრით დაეცა. უნდა კალათბურთის ბოტას იყოს უფრო. ესეთებს ყიდულობდნენ დაახლოებით. კარგად გაქო. ესეთი უნდოდა. ერთადერთი ტიპი იყო სოფელსვისაც ფეხსაცმელი ქონდა იქ. ხო. ეგეც შეიძლება. ცუდი რა. სულ ნაიკები ეცვა. აუ, მე უარეს ვთქვი ძნა იმაზე. არა, უბრალოდ სპორტსმენი იყო რა. პროსტა სპორტსმენი იყო. აბა რაღაცა ახლობლები უყეთავენ ამ მისასვენ შესაძლოა. კალათბურთ შესასვენ. და ბოლოს სურათი დღეისათვის. მოკლედ შეგახსენებთ რომ ამ სასახლეებს უყეთავენ ოჯახის წევრები, მშობლები. კალათბურთელი იყო ფაქტია. მადლობა მეგობრებო, თქვენ მოიგეთ საგზური პანამაში. კომბოჯაში. მაგასობაში ჩიპსიც დაგვიმთავრდა თითქმის, სხვათა შორის ესე კარგად. კაი ხანი არ შეჭმოლა ჩვენი ჩიპსი, მაგრამ კი მსახურებს, იმიტომ რომ ჩვენი წარმოდგენილი ლუდვისას ჩიპსი არის ნატურალური, პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ქართული ჩიპსი. ასევე ჩვენი ბავარია არის ჩვენს გვერდით, ჩვენი მეგობარი ლუდი და რა თქმა უნდა ალკოსფერო ჩვენთან ერთად არის. დიდი მადლობა თქვენ მაყურებელს, რომ იყავით ჩვენთან ერთად. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო და კომენტარებში აქტიურეთ, რადგან გათამაშება შემდეგ ვიდეოში აუცილებლად ჩატარდება და გამარჯვებულებს გადაეცემათ ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და აქვე დიმა დიდი მადლობა თქვენ. გვესტუმრე ჩვენი სტუმარი ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა მართლა. მე ძალიან ვიხალისე და ძალიან კარგი იყო და აქვე უბრალოდ სანამ დავასრულებთ აუცილებლად მინდა გთხოვო რომ ერთი საწყისგრძელო უნდა შემოგთავაზო. და ისე დავასრულებთ ვიდეოს. ექსპრომტად რამე? ხო, როგორც აი არა, თოგიდან აფიქრი რა თქმა უნდა, ჩვენს არა. მომსადებული რაც გქონდა საშინაო დავალება. მოდი თქვენ დაგლოცო. გენასვას. ხო, ჯერ არ ამბობ. ის სურებთ. ყველა რაღაცა. შეგიძლიათ ჩემი ქვეყნის მატეფლოც. ლუდის პირველად დაგულოცეს. და ლუდის მე გამინაწილე. ყველა ეპიზოდი ნანახი მაქვს უკვე. გენასვალეს მადლობა. ესეთ მუღამით და ორმაგად მიხარო და ეხა მოსვლა რა. ძალიან სასიამოვნო იყო. გავერთე იმედია მაყურებელსაც მოეწონება და ამ პროექტის და რასაც კიდე დაიწყებთ, რაც გაქვთ ჩანაფიქრი, სადაც ხართ. ყველაფერში გისურვებთ მაქსიმალურად წარმატებებს და ყველაფერს გაქვთ თქვენ მთელი. გენასვალეს მო. ოქრო ხარ, მადლობა. ასე. უღრმეს მადლობა. ყველგან წარმატებები, სამსახურებში შენს მაფიებში წარმატებები, ყველაფერში. გამოეგდე იქ და წინსვლა კაი ელო მინდა, მაღალი ელო მინდა კონტექსტი. უღრმეს მადლობა დიმა. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ჩვენთან ერთად იყავით და აბა ხო.